მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში, ვის როგორ ესმის წინააღმდეგობა, ოპოზიციის ნაწილი წინააღმდეგობის ჯგუფების შექმნას აანონსებს იმისათვის, რომ მათი ბოიკოტი ადგილობრივი არჩევნების წინააღმდეგ უფრო ეფექტური იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. წინააღმდეგობა ოპოზიციის ნაწილს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, ესმით სწორედ ასე, ანუ საარჩევნო ურნებთან ქართული ოცნებისთვის წინააღმდეგობის გაწევით და ახლა მოვისმინეთ კიდევ ერთი ვერსია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების დილას შესაძლებელია ხელისუფლების უკმაყოფილო ყველა ის ადამიანი გამოვიდეს 100,000-ობით ადამიანი, რომლებიც გადანაწილდებიან საარჩევნო უბნებზე და სწორედ საარჩევნო უბნებზე დაიცავენ ოპოზიციის თვითონ ხმას და არ მისცემენ ხელისუფლებას ამ არჩევნების გაყალბების საშუალებას. ხატია დეკანოიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა. ხატია, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჯერ უნდა დავიწყოთ სწორედ იმ გეგმით, რომელიც ბოიკოტში მყოფ 8 ოპოზიციურ პარტიას აქვს. გეგმის ნაწილი ცნობილი გახდა, მაგრამ ალბათ დაზუსტებას საჭიროებს. რას გულისხმობს წინააღმდეგობის ჯგუფების შექმნა და რომ გითხრათ, აი როგორ იმოქმედებენ ეს წინააღმდეგობის ჯგუფები ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არჩევნებამდე ან კონკრეტულად არჩევნების დღეს? საღამშვიდობის მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ ერთ ტერმინში შევიტანდი ცვლილებას. ჩვენ ვერ გამოუცხადოთ ბოიკოტს იმას, რაც არ არსებობს. ანუ საქართველოში არ არსებობს თავისუფალი არჩევნები. საქართველოში არსებობს რეჟიმი, რომელმაც არ გადადგა არც ერთი ნაბიჯი ქართული ხალხის მიმართულებით და ეხლა შეიძლება დაგვემართოს მართლაც ისტორიული კატასტროფა და ეს ისტორიული კატასტროფა შეიძლება ზუსტად აღმოჩნდეს მართლაც დასასრული ჩვენი სახელმწიფოებრიობის, თორე ხა თქვათ ხალხი და ქვეყანა რა თქმა უნდა გააგრძელებს არსებობას, მაგრამ სახელმწიფოებრიობა შეიძლება დასრულდეს იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ საქართველოს დაკარგა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, რაც არის რუსეთის ფედერაციის ძალიან დიდი ხნის რეალური ოცნება და ძალიან ბევრი რამ გააკეთეს რუსებმა ამისთვის, კერძოდ კრემლმა საქართველოს დაცილებოდა ევროპას. ამიტომ ჩვენ გასაგებად გითხრა ევროკავშირმა, რომ რეპრესიების შეჩერება, პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, რეპრესიული კანონების გაუქმება, ყველა ის საკითხი, რომელიც ელემენტარული სტანდარტია დემოკრატიის, ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს. იმისთვის გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ დაგვრჩეს უვიზო მიმოსვლა. რეჟიმი ამის გაკეთებას არ აპირებს, ამიტომ რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როდესაც 31 აგვისტოს საბოლოო ვადა დასრულდება და მართლა შეიძლება ეს საფრთხე დადგეს, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არარსებულ არჩევნებზე ბოიკოტზე ლაპარაკიც ზედმეტია. ეს იქნება ალბათ არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ. შესაბამისად, არჩევანი არ არსებობს, არჩევნები არ არსებობს. ჩვენ არ თანამშრომლობთ ამ რეჟიმთან, ჩვენ არ შევდივართ ამ რუსულ სპეცოპერაციაში პირდაპირ ამ კითხვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ჩატარებული არჩევნები და შემდეგ გაყალბებული ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, ამის შემდეგ ძალადობაც ვნახეთ, ქვეყნის კურსის შეცვლა ვნახეთ, პროპაგანდის წარმოუდგენლად მძიმე მოქმედება, ვნახეთ ადამიანების დაკავება, დაჭერა, რომელიც გრძელდება და ეს რეპრესიები გრძელდება. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა ეს არის, რომ ძალიან თანმიმდევრული წინააღმდეგობით ნამდვილად რეჟიმი დასუსტდეს. ხა აღარ გავჩალავ სიღრმეებში, რაც წერია დოკუმენტში, მაგრამ ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გასაგებია. წინააღმდეგობა გულისხმობს წინააღმდეგობას ყველა დონეზე, ყველა ეტაპზე. პროტესტიდან დაწყებული რაღაც მცირე უბნებამდე მუშაობას, ეს მუშაობა დაწყებულია, პროტესტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე დღის წინ. ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან მოტივირებული და ერთადერთი მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ საქმე გაცილებით უფრო მეტშია, ვიდრე ვთქვათ რეჟიმის არჩევნები. ჩვენ ვკარგავთ ისტორიულ შესაძლებლობას და ისტორიას. ხატია, დავაზუსტებ, რომ არ დარჩეს განცდა საზოგადოებაში
სამოქალაქო თვალსაზრისით აქტიურ ჯგუფებში, აი მაგალითად მოვიყვან, თქვენამდე იყო ვახუშტი მენაბდე და ასეთი შეფასება გააკეთა ბოიკოტში მყოფი პარტიების მიმართ, რომ ქუჩაში მიმდინარე პროცესებს არიან მინდობილიო, ანუ როგორც ჩანს, მაინც რჩებათ ეს გარკვეული სიცარიელე დაუკმაყოფილებლობა მიღებული ინფორმაციით. აი შეგიძლიათ უფრო მეტი გითხრათ, რომ შეიქმნა მაგალითად, არ ვიცი, ქუთაისში, ბათუმში ასეთი წინააღმდეგობის ჯგუფები, რას გააკეთებენ კონკრეტულად? მე არ ვიცი რა შეცავს პროტესტებსა ქუჩაში პროცესების მინდობა კი მე ვენდობი ქუჩაში არსებულ პროტესტს მე მაქვს ამ პროტესტის წმენა ჩვენ ყველას მაგრამ ბატონი ვახუშტისგან განსხვავებით ძალიან ბევრი ადამიანი ვინც ამ პროტესტშია 12 წლის განმავლობაში ებრძვის რეჟიმს ძალიან დიდი ხანია უკვე არა მხოლოდ საქართველოში არამედ საზღვარგარეთ საერთაშორისო ასპარეზზე და ნამდვილად ვერავინ ვერ ეტყვის რომ ოპოზიცია კონკრეტული თქვათ ოპოზიციური ჯგუფები განსაკუთრებით ის ადამიანები ვინც დავრჩით ხალხთან და პარტიები ჩვენ რაღაცა მხოლოდ ქუჩაში ვართ ჩემი აზრით უფრო მეცეთ გეტყვით კი ქუჩა არის მთავარი დღეს პოლიტიკური პროცესისაც გულისაც ანუ სამი ძირითადი მიმართულება რადგან თუ საუბრობთ ეს არის საერთაშორისო სანქციები და მუშაობა ჩვენ პარტნიორებთან ეს არის ქუჩა პროტესტის გაძლიერება და ეს არის მუშაობა ადამიანებთან რომ მართლაც შეიქმნას ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა წინააღმდეგობა ნიშნავს წინააღმდეგობას ყველა ფრონტზე წინააღმდეგობა ნიშნავს ადამიანებთან საუბარს წინააღმდეგობა ნიშნავს პატარა წინააღმდეგობის ჯგუფების შექმნას სანქციებზე მუშაობას ვთქვათ არ ვიცი დაწყებული სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო დასრულა, რა ვიცი, ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ხა ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ თუ რამე არსებობს და საქართველოს და კიდე აცოცხლებს ამ სახელმწიფოს, რომ საბოლოოდ არ ჩაქრეს და სახელმწიფოებრივ იდეას, ეს არის ზუსტად ის ადამიანები, ვინც ქუჩაში დგან. ამიტომ ქუჩას ამ პროტესტს მე ძალიან ასე ვთქვათ, დიდი სიფრთხილით ვეკიდები. რაც შეეხება მინდობილობას, რაღაც მინდობას ქუჩაზე, კი, ყველამ ერთად, მე ვფიქრობ, ძალიან სერიოზული წვლილი უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ქუჩის პროტესტი გაიზარდოს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაფერს წყვეტს ხალხი. მე არ მესახება ეხლა, როგორ უნდა შევიდეთ ვინმე კაბინეტში და რაღაც გადაწყვიტოს, ან ილაპარაკოს. ყველანი ვართ ქუჩაში, ყველა პროცესი იქნება ქუჩაში, რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად ქუჩაშიც და საერთაშორისო ასპარეზზე. იმიტომ რომ აქ არ არსებობს ინსტიტუტები და არ არსებობს ის მომენტი, როდესაც რაღაცა კულუარული საუბრები არის მნიშვნელოვანი. ერთიანობა, პოზიცია, რომელიც ხალხთან სიახლოვეს განაპირობებს. ხო, მაგრამ ჩვენ ერთიანობის ნაცვლად, ანუ თუ რაღაცა ფართო სპექტრში შევხედავთ მთლიანად პოლიტიკურ ველს, ფაქტია, რომ სამწუხაროდ არ გამოდის და პოლიტიკაში კარგად გარკვეული ადამიანები ამბობენ, რომ ეს ურთიერთდამაზიანებელია როგორც არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის, იმიტომ რომ ხედავთ კრიტიკას, არიშურებენ ბოიკოტში მყოფი პარტიები მათ მიმართ, ასევე ბოიკოტში მყოფი პარტიებისთვის, რადგან ისინი მეორე მხარეს საკუთარ ამომრჩეველზე მუშაობს და მეტიც ქართული ოცნების ამომრჩევლის გადმობირებაც კი აქვთ მიზნად დასახული. აი ასეთ ვითარებაში მაგალითად გია ხუხაშვილს ჰქონდა ვერსია, რომელიც ცოტა ხნის წინ გააჟღერა მოვლენთა განვითარების შესაძლო სცენარი, რომელიც გააჟღერა ჩვენთან გადაცემაში და თქვა, რომ 4 ოქტომბერს გამოვიდეთ ყველა ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო, გადავნაწილდეთ ჩვენ საარჩევნო უბნებზე, ვიდგეთ 24 საათის განმავლობაში და არ მივცეთ ჩვენი ხმების გაყალბების საშუალება. აი ასეთ შესაძლებლობაზე ერთობისა არ გიფიქრიათ? იცით რა, მე მართლა მაინტერესებს ახლა იმაზე საუბარს აღარ დავიწყებ, რომ უმძიმესი რეალობა დადგა, როდესაც ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ვთქვათ რეჟიმ შეყოლოდა ამ არჩევნებში, მაგრამ მე მართლა მაინტერესებს გულწრფელად. რეჟიმი, როდესაც არ შეასრულებს პირობებს,
და ამ პირობების შემდეგ დადგება უვიზო რეჟიმის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება და გამოვა ევროკავშირის წარმომადგენლობა და იწვევს რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას. ანუ საქართველოს მოქალაქეები ესე უცებთ ვეღარ წავლენ ევროპაში, იმიტომ რომ ყველას დაჭირდება, ყველა საკონსულოს დაჭირდება გადაწყობა, ბიუროკრატიის თავიდან აწყობა და ეს იქნება წარმოუდგენლად მძიმე კატასტროფა თითოეული ადამიანისთვის, ვინც არჩევს საბადებულს მოიპოვებს ევროპაში ან ონკოპაციენტებისთვის ან ბავშვებისთვის. მე არ მესახება ამაზე უფრო მძიმე, გარდა იმისა, რომ ისტორიულად და გეოპოლიტიკურად. აი ამის შემდეგ ანუ არ ვიცი, კოლეგებს ალბათ უნდა გკითხოთ, უფრო თქვენ უნდა გკითხოთ, რომ როგორ წარმოუდგენიათ, რომ არჩევნებში, ასე ვთქვათ, არჩევნებში ჩვეულებრივად უნდა შევიდნენ და ჩვეულებრივად უნდა რაღაცა გააგრძელონ ეს კამპანია, ხო? ანუ ეს ხო წარმოუდგენელია. ჩემთვის წარმოუდგენელია, მათთვის როგორ მათთვის არ ვიცი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ყველაფერი გასაგებია. არ ცნობთ არჩევნებს, რაც არ არსებობს, ვერ ცნობ, იმაში მონაწილეობას ვერ მიიღებ, რაც არ არსებობს, იმას ვერც ბოიკოტს ვერ გამოუცხადებ. ჩვენ ხალხთან ერთად მივდივართ ზუსტად რეჟიმის დასუსტებისკენ და შემდეგ ახალი საპარლამენტო არჩევნებისკენ. ძალიან მარტივად. მე არ მჯერა, არავით არის 4 ოქტომბრის, მე მჯერა ერთადერთი რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმისთვის რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს ძალაუფლებიდან. თორე და ჩვენ ნახეთ ევროპარლამენტის განცხადება, რომ ივანიშვილთან ერთად საქართველოს ევროინტეგრაცია დასამარხდა და დაიმარხა საბოლოოდ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე პროცესები გვაქვს წინ. მე არ მჯერა რომ რეჟიმი გადადგავს ნაბიჯს ან რაღაც შეასრულებს რაღაც კონკრეტულ პირობებს. ამიტომ ეს იქნება ალბათ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი გამოწვევა, რომ დავკარგავთ თუ არა ისტორიულ მონაპოვარს ქართველი ხალხის. და ბოლოს გკითხავთ ხატია სალომე ზურაბიშვილის როლზე მინდა გკითხოთ როგორ იქნება ის ჩართული აი ამ ბოიკოტის პროცესში, მაგალითად იგივე მონაწილეობს თუ არა 4 ოქტომბერს შესაძლო მოვლენების განვითარების დაგეგმვაში, იმიტომ რომ ხაბაიშვილის განცხადება მახსენდება, რომელმაც თქვა, რომ დედლაინი უნდა იყოს 4 ოქტომბერი, აი 4 ოქტომბერს ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული რეალობა. დაახლოებით ასეთი განცხადება ჰქონდა. სალომე ზურაბიშვილი არის ამ პროცესებში, რჩება, მასთან გადიხართ კონსულტაციებს თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოიკოტის პროცესში მყოფი პარტიების მხრიდან მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია ამ ეტაპზე არის შეწყვეტილი. იცით რა, დედლაინები არის ძალიან პირობითი, მაგრამ დედლაინები ასევე გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკვე გუშინ, იმიტომ რომ ჩვენ დასაკარგი დრო ნამდვილად აღარ გვაქვს. ანუ ეს 2 თვე შეიძლება ამ 2 თვის შემდეგ დადგეს კატასტროფა ქვეყნისთვის და სულ არ გულისხმობ მე ადგილობრივ არჩევნებს ეგრეთ წოდებულს. მე გულისხმობ ისტორიულ შანსს, რომელიც შეიძლება წაგვართვას. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქე იღვიძებს და ხვდება რეალობა, როდესაც ძალიან სერიოზული დარტყმის შემდეგ ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ იგი საარჩევნო საბადებულს ვეღარ მოიპოვებს. ეხლა ვის გონია რომ არ ვიცი რაღაცა მეორე დღესვე დადგებიან რიგში და ვიზებს მიიღებენ. არ არსებობს ესეთი რამ. ეს უნდა ძალიან მკვეთრად, კარგად, გასაგებად, ხაზგასმულად უნდა აუხსნათ ხალხს, რომ არ კონდეს რაღაც ილუზიები, რასაც ქართული ოცნება ამბობს, რომელიც თავს იმართებს ქალბატონებმა ეს დღეები და ამბობს, რომ არ არის რუსული პარტია, ამბობს, რომ აი რაღაც ტულსი გაბარდის თქვათ ადმინისტრაციამ ესეთი დოკუმენტი გაასაჯაროვა და ასე შემდეგ. ამ დროს ის ჰქონდა ზორვის ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატების დაზორვის ინფორმაცია, რომელიც ამბობდა და ხაზგასმით ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან მყარი კავშირები რუსეთთან და საქართველოში რუსეთის გავლენა გაიზარდა. ესეთ სადაზვერვო ანალიტიკა თარგმდება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ყველა შტოსთან, ხო, ანუ მათ შორის გაბარდის უწყებასთან. ამიტომ ნებისმიერი პროპაგანდა, რომელიც მათ აწიეს, ეხლა ეს პროპაგანდა არის ზუსტად შიშით განპირობებული, რომ ივანიშვილი გადაარჩინონ. თან მით უმეტეს თქვათ ნავთობზე ტარიფების მიმართულებით ძალიან სერიოზულმა დარტყმამ, ასევე მეორად სანქციების პაკეტმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატშია, ძალიან სერიოზული ბიძინა ივანიშვილისში სერიოზული შიშებს იწვევს. ამიტომ ეხლა დაეწყნენ და პროპაგანდისტულად ამბობენ, რომ ჩვენ რუსები არა ვართ და
ჩვენი ბრალი არ არის თუ ვიზოს გააუქმებს ევროკავშირი, ეს არის იმის ბრალი, რომ კაცები არ გათხოვდნენ. თუ რაღაცა საშინელებას ლაპარაკობენ, აი წარმოუდგენელ საზიზღრობას კადრებენ ადამიანებს და მოქალაქეებს. ამიტომ ეხლა ჩვენ ყველაფერი გვაქვს გასაკეთებელი გუშინ, დაგვიანებულიც კი არის ყველაფერი, ამიტომ ძალიან სწრაფად უნდა გადავეწყოთ ზუსტად აი ამ თავარსაწყისზე, ეს არის აუცილებელი. ხო, რაც შეეხება თქვენს კითხვას. ხო, აი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს თუ არა აი ამ სწრაფად გადაწყობის პროცესში, ეს მინდოდა მეკითხა. მე სიმართლე გითხრათ, ახლა ჩვენ გვქონდა დიდი მიტინგი, იცით, აქ რა ვიცი, შეხვედრებზე ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა, მე მასთან კომუნიკაცია არ მქონდა, ცალკე კომუნიკაცია არ მქონია, ცალკე კომუნიკაცია ვის მქონდა, მე ვერ გეტყვით. მაგრამ ეს არის 8 პარტიის ფორმატი, აქ არის პოლიტიკური პარტიები წარმოდგენილი ძალიან კონკრეტულად. და ამ შემთხვევაში ქაუტონ სალომეს როლი ალბათ მაინც უფრო რჩება ნამდვილად საერთაშორისო ასპარეზზე და მისი როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შემიძლია გითხრათ მხოლოდ. კი ბატონო, მადლობა ხატია დეკანოიძეს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს უსმენდით. ლანა გალდავა, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი შემოგვერდა. მოგესალმებით ლანა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობის. სალომე ხატია საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ აი კითხეთო არჩევნებში მონაწილე პარტიებსო, როდესაც უკვე სექტემბერში, ანუ მას შემდეგ რაც დათქმა ევროკომისიისა ამოიწურება და დათქმით გათვალისწინებული ვადა რეკომენდაციების შესასრულებლად და ქართული ოცნება ასეთი პირი უჩანს, რომ არც ერთი რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს და დადგება დღის წესრიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი, როგორ წარმოუდგენია თუ ამ პირობებში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და მეც მაინტერესებს ამ შეკითხვაზე პასუხი. მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს. ხადია თვითმმართველობის არჩევნებს, ეგრეთ წოდებულ არჩევნებს ჩვენ განვიხილავთ როგორც ბრძოლის დამატებით ინსტრუმენტთან, ქუჩის პროტესტთან ერთად, რა თქმა უნდა, იმ და საერთაშორისო ჩვენ ასპარეზზე ბრძოლასთან ერთად. რაც შეეხება უშუალოდ ქართული ოცნების მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნები ხელახალი არის ჩასანიშნი აუცილებლად და ცხადია მთავარი ორი მოთხოვნა, რაც გახლავთ, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს დღის წესრიგში იდგა, დგას და იქნება მომავალშიც. რაც შეეხება უშუალოდ ქართული ოცნების ლეგიტიმაციის საკითხს, აი ევროპარლამენტმაც რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ლეგიტიმაცია გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისა არ მოხდება. თვითმმართველობის არჩევნების მიმართულებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებლად საჭიროა ამ ინსტრუმენტის გამოყენება. ჩვენ ვერ დავინახეთ ბოიკოტში გარდა პასიური მდგომარეობისა და უმოქმედობაში გადასვლისა სხვა გზა ჩვენ გვირჩევნია აქტიური მოქმედება და აქტიური მოქმედება გამოიხატება სწორედ ბრძოლის ხაზში. იყო 19 ივლისის აქცია, მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა დეკემბრიდან დღემდე, როდესაც თქვენ ასეთი ტიპის პროცესში გულისხმობ ლელო ძლიერ საქართველოს არ მონაწილეობდით, ანუ თავად მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება აქციის შინაარსიდან გამომდინარე, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს თუ აი მაგალითად იყო გარკვეული ასე ვთქვათ, არ ვიცი, შემოთვა, მოდი ამას დავარქვათ, რომ იმიტომ რომ წინა დღეებში მახსოვს კოალიციას ცვლილებებს ერთ-ერთი ლიდერი გედი ფოფხაძე ამბობდა, რომ მე იქ ვერ ვიქნები, სადაც იქნებიან კოლაბორაციონისტებიო, სწორედ აი ასე მოიხსენიებს ეს არა მხოლოდ თქვენი გახარიას პარტიასაც, ვინც ასევე მონაწილეობს არჩევნებში. რატომ არ იყავით აი ამ აქციაზე? ემა, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ოპოზიცია არ გავხდები და ცხადია მათი მისამართით ეპითეტებს არ გამოვიყენებ. რაც შეეხება უშუალოდ გეგმებს, მათ აარჩიეს ბოიკოტის გზა, პატივს ვცემთ მათ არჩევანსაც, რადგანაც მათ მიაჩნიათ, რომ ეს გზა არის მათთვის სწორი, ჩვენთვის ბოიკოტის გზა არის უმოქმედობა და პასიურ მდგომარეობაში ყოფნა და ჩვენ ვარჩიეთ
ამ ბრძოლაში შესვლა. რაც შეეხება უშუალოდ იმ აქციის მთავარი მოთხოვნა გახლდათ სწორედ ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებზე უარის თქმა და როდესაც მთავარ მოთხოვნას აქციისას არ ეთანხმები, ცხადია იმ აქციაში არ მივიღეთ გააზრებულად მონაწილეობა. რაც შეეხება ზოგად პროტესტს, სხვა პროტესტებს, რომლებიც იქნება მომავალში და იქნება საკითხი, როგორც არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ქვეყნისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი სხვა საკითხები, ლელო ყოველთვის იყო აქტიური, როგორც მონაწილე, ასევე დამგეგმავი და ასევე ალბათ ყველაზე დიდი რაოდენობის მარში სწორედ ლელო ძლიერი საქართველოს გაკეთებულია. მოვისმინე, ანუ ლელოს მოუწოდეს, რომ მოდი ახლა თქვენ გამოიყვანეთ, აბა რამდენ ადამიანს გამოიყვანთ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას. ესეთ რა ლელო ძლიერი საქართველო მოწოდებებით არ გამოდის, ლელო ძლიერი საქართველო გამოდის საჭიროებების მიხედვით და საჭიროებების მიხედვით ჩვენ თვითონ განსაზღვრავთ, როდის არის გამოსვლა საჭირო. ჩვენ ვიყავით აქტიურ პროტესტში, აქტიურ პროტესტში მომავალშიც ვიქნებით ქუჩის აქციებზეც, ვიქნებით, რა თქმა უნდა, იმ ბრძოლაში, რასაც ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნები ქვია, არ ვიქნებით არანაირად პასიურები, არ ვიქნებით უმოქმედობაში. ჩვენთვის ბუნდოვანია მათი გეგმები. მე რა არის კიდევ ბუნდოვანი, კიდევ ერთხელ ახსენეთ, მესამედ უკვე უმოქმედობა და პასიურობა. დაანონსეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე წინააღმდეგობის ჯგუფები ხომ უწევთ ანგარიშს, რომ შესაძლებელია მათი წინააღმდეგობა, მათ შორის თქვენი მისამართითაც იყოს ორიენტირებული. ემა ჩვენ ფოკუსი გვაქვს გასწორებული და ჩვენი სამიზნე გახლავთ ქართული ოცნება. ჩვენ ოპოზიცია არ ვართ და ჩვენ დანარჩენი ოპოზიცია არ გვაქვს სამიზნე. ჩვენ ვიცით, რომ მთავარი ბრძოლა გვაქვს მოსაგები, ჩვენ ამ ბრძოლასაც განვიხილავთ ბრძოლის დამატებით ინსტრუმენტად, ამიტომაც გვაქვს ჩვენი სტრატეგია, გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვიცით როგორ ხვდებით მოსახლეობას, ჩვენს მხარდამჭერებს, ყოველდღიურად პარტია იზრდება, რეგიონებში განსაკუთრებით მას ემატებიან ახალი წევრები. ჩვენ არ შეგვიჩერებია გასვლა რეგიონებში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახლა უკვე შტაბმა დაიწყო ფორმირება, უფრო მეტად აქტიურები გავხდებით მედიის თვალსაზრისითაც და თქვენს საზოგადოებაც ნახავს ყველა იმ კამპანიურ ნაბიჯს, რასაც გადავთქვავ და რაც რა თქმა უნდა იქნება ხალხის მსახურებაში. და ხა ვინმეს თუ მიაჩნია, რომ საერთო მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ის საკითხები არ არის მნიშვნელოვანი, რაც რეგიონებში აწუხებს მოსახლეობას, მათ სჭირდებათ თავიანთი წარმომადგენლის ხილვა ადგილობრივ დონეზე. ყველა გამოკითხვითაც კი და რად გვინდა საერთოდ გამოკითხვა, ხომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს არის გაზრდილი ფასები, ეს არის ტოტალური უმუშევრობა, ეს არის ემიგრაცია, ნარკოტიკებთან დაკავშირებული უდიდესი პრობლემები, სიღარიბეში მაცხოვრებელი და მოშიმშილე ბავშვები. ამ პრობლემებს და გაუთავებელ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და ბიუჯეტის თანხის, ანუ ხალხის ფულის დანაშაულებრივად მითვისებას, ამას პასუხის გაცემა სჭირდება და პოლიტიკა ხალხის მსახურება ყველა დონეზე უნდა იყოს წარმოდგენილი, ეს იქნება როგორც თვითმმართველობებში, ეს არის როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში და რა თქმა უნდა, როდესაც ჩაინიშნება საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ ამაში ვართ დარწმუნებულები, ის იქნება მთავარი ბრძოლა, რაც იქნება ამ ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულებით განვითარების დაბრუნება. კი ბატონო, ჯერ ისევ ასე ვთქვათ, ეს ეტაპი განვიხილოთ ადგილობრივ არჩევნებამდე, ანუ თქვენ არ თვლით, რომ ფაქტობრივად ორ ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლა, იმიტომ რომ ახლა თუ არ ხვდებათ რაღაცა ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული ჯგუფები, შესაძლებელია შემდეგ ყოველ შემთხვევაში დაგხვდნენ და მოწოდებებით, შეძახილებით, რომ არა ადგილობრივ არჩევნებს და დანაშაულია, ღალატია ამ არჩევნებში მონაწილე, იმიტომ რომ მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს სახლში და მეტი ამომრჩეველი იყოს დარჩეს ბოიკოტის რეჟიმში 4 ოქტომბერს. ანუ გინდათ თქვენ ეს თუ არ გინდათ, ეს პროცესი, რომელსაც 8 ოპოზიციური პარტია აწარმოებს, დამაზიანებელია თქვენთვის?
ყველა ადამიანი ინდივიდუალურად თავად წყვეტს, რა თქმა უნდა, იღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, მივა თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში და გააკეთებს თუ არა განაცხადს, ანუ საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას. ამიტომ მე საერთოდ არ წარმომიდგენია ის კამპანია, როგორ შეიძლება მივიდე ან მივსულიყავი კონკრეტულ პირთან და მეთქვა, რომ შენ კონსტიტუციურ უფლებაზე უარი თქვი და არ მიხვიდე ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში. ამავდროულად მაშინ ხდება ეს, როდესაც ქუჩის პროტესტისთვისაც ძალიან გაუარესებულია მდგომარეობა, როდესაც ქუჩაში ხალხი ვერ გამოდის იმის შიშით, რომ არის 5000 ლარი არის ჯარიმა, იმის შიშით, რომ სოციალურად დამოკიდებულ ადამიანებს გაუქმებენ იმ სახელმწიფო დახმარებას, საჯარო მოხელეები ვერ გამოდიან, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ვერ გამოდიან, ჯარისკაცები ვერ გამოდიან ქუჩაში. ანუ ქუჩის მიმართულებით ისინი ვერ აფიქსირებენ თავის პოზიციას და ხა დღეს ამ ადამიანებს უთხრა რომ არათუ არ გამოხვიდე ქუჩაში, ანუ არ გამოხვიდე ქუჩაში იმის გამო რომ ობიექტურად შენ არ შეგიძლია გამოხვიდე ქუჩაში. ძალოვანებს მაგალითად პირდაპირ ეკრძალებათ, ხო, ქუჩის პროტესტში ჩართვა და ამ შემთხვევაში შენ მათ უკრძალავ და ეუბნები რომ ისეთ ამ მონაწილეობასაც გიკრძალავ და არ წამოხვიდე, ეს იყო ჩვენთვის გაუგებარი და ეს იყო ჩვენთვის არ იყო მისაღები. ამიტომაც ჩვენ გადავწყვეტეთ ამ ბრძოლაში შესვლა, ეს ბრძოლა არანაირ ლეგიტიმაციას არ ენიჭებს ქართულ ოცნებას, ეს დაფიქსირებული ახლა 99 წევრიანი ერთპარტიული პარლამენტი დღეს რაც გვაქვს, არის კოჭლი პარლამენტი. მას არ შეუძლია განახორციელოს ყველა ეს ფუნქცია, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. ელიაშვილი ამბობდა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში, რომ შესაძლებელია ჩვენ ვერ დავამარცხოთ ქართული ოცნება, ანუ შინაარს გადმოვცემ ხა ზუსტ ციტირებას ვერ მოვიყვან მისი სიტყვების, მაგრამ შევქმნით პოლიტიკურ პროცესს არჩევნებში მონაწილეობით. ანუ თქვენი მიზანი გეგმა მაქსიმუმი რა არის? აგიხსნით ამ შემთხვევაში უკვე საკრებულოც? აგიხსნით ჩვენ ლელო ძლიერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მალევე გამოვედით ინიციატივით შექმნილიყო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. ანუ ეს იყო 4 ბარიერგადალახული კოალიციის ერთიანობა და უნდა დამსხდარიყავით მგვალი მაგიდის გარშემო და გვემსჯელა პოლიტიკურ პროცესზე. ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გავაკეთეთ მთავარი ორი შეხვედრა, მაგრამ ამის შემდეგ, სამუშაო ჯგუფების გარდა ვერ განვითარდა ეს პროცესი. შემდეგ შევედით ასევე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ წინააღმდეგობის პლატფორმაში. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ ვიყავით ბოლომდე წევრობის ერთგული და სხვა კოალიციები გავიდნენ, ანუ თავდაპირველი სახით ვერ შენარჩუნდა. ამის შემდეგ ჩატარდა ასევე გამოკითხვები, კვლევები და ამ კვლევებმაც კი აჩვენა, რომ 4 კოალიციის გაერთიანების და შეჯერების შემთხვევაში რა თქმა უნდა დამარცხებადი იყო ქართული ოცნება და ამ 4 კოალიციიდან 2-ის შემთხვევაში თბილისშიც ამარცხებ ქართულ ოცნებას. ანუ როდესაც პირდაპირ კვლევები გეუბნება ამას, მათ შორის შემდეგ კიდე ახალი კვლევა გამოქვეყნებული, ასეთ საჩუქარს რატო აძლევენ პირდაპირ ქართულ ოცნებას, როდესაც შესაძლებელი იყო 4-ს დაგვემარცხებინა მთელი საქართველოს მასშტაბით ქართული ოცნება და თბილისის მასშტაბით ნებისმიერ 2 კოალიციას. აი ამეებზე პასუხი ჩვენ კიდევ გააქვთ გახარიასთან თანამშრომლობით, რომ თბილისში მოუგოთ ქართულ ოცნებას, მაგრამ ამისთვის გჭირდებათ ძალიან კონკურენტული მერობის კანდიდატი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ქართული ოცნების კანდიდატს, როგორც დაგვიანოს კალაძემ მიმდინარე კვირის განმავლობაში ქართული ოცნება საკუთარ კანდიდატს უკვე დაასახელებს და ხომ ჩვენც მუშაობთ ამ მიმართულებით. გავთ უკვე შერჩეული. თქვენ იცით, რომ ჩვენ ლელო ძლიერმა საქართველომ გავაფორმეთ მჭიდრო თანამშრომლობის მემორანდუმი პოლიტიკურ წარმომადგენელთან გაერთიანებასთან გახარია საქართველოსთვის, ანუ რას გულისხმობს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკური იდენტობით განსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ პირველ რიგში ეს არის შეთანხმება კოორდინაციაზე და ერთმანეთის კონკურენცია არ იქნება. ანუ ჩვენ შევჯერდებით, სადაც კარგი პოზიციები გვაქვს, ამავდროულად საერთო კანდიდატები იქნებიან წარმოუდგენელები, ჩვენ კონკურენციაში არ შევალთ ერთმანეთთან და ეს იქნება კიდევ გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯი. იქნებიან წარმოუდგენელები მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატებად, ასევე ალტერნატიული კანდიდატები და
ასევე პარტიული წარმომადგენლები. თბილისის მერობის მიმართულებით შესარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რამდენიმე ადამიანი ასეთი მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მივა საბოლოო წერტილამდე და შემდეგ უკვე ამის შესახებ გახდება ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი. ყველანაირად ვცდილობთ იმას, რომ ეს იყოს ესეთი კანდიდატი, რომელიც იქნება ღირსეული წარმომადგენელი ჩვენი ქალაქის და ამავდროულად იქნება რესურსი იმისა, რომ თავის გარშემო გაერთიანოს. მოლაპარაკებების მერობის კანდიდატი ერთი გეყოლებათ თქვენ და გახარიას პარტიას და ამ ეტაპზე აწარმოებთ მოლაპარაკებას ერთ ან რამდენიმე პირთან, ასე უნდა გავიგოთ. ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე კანდიდატურას, მაგრამ ამ კანდიდატურებთან რა ეტაპზე არის ეს საუბრები ან როგორ ხდება, ეს არის ჩვენი სამუშაო პროცესი. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და როდესაც ეს სამუშაო პროცესი დასრულდება, ცხადია თქვენს შეიწყობთ და ფართო საზოგადოებაში როდის შეიძლება სავარაუდოდ დასრულდეს? უახლოესი კვირეების განმავლობაში. კი ბატონო, ეს კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, იმიტომ რომ მანამდე ითქვა, რომ ის იქნება არაპარტიული, აპოლიტიკური, ნეიტრალური პერსონა? ისეთ რა არის, კანდიდატებს შორის არიან ასევე აპოლიტიკური, ნეიტრალური, თავისუფალი სხვა პროფესიების წარმომადგენლები, იმ პროფესიების წარმომადგენლები, რომლებიც ახლოს არიან ზოგადად მუნიციპალურ პრობლემებთან, თვითმმართველობასთან და პროფესიული საქმიანობითაც, მაგრამ მუდავასწრებთ ახლა მოვლენებს, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, ბევრი მიმართულებით, ირჩევიან სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა საკითხები იხილება და საბოლოო შერჩევის დროს გამოჩნდება, ვინ იქნება ეს კანდიდატი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ლანა გალდავა, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსით ეთერში დაგიბრუნდებით 4 შაბათს. მე და თქვენ ხვალად შევხვდებით ერთმანეთს პალიტრა ნიუსზე 13 საათზე გადაცემაში საქმე. საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. რას გვიშვება ეს deep state-ი? ირაკლი კობახიძის ვრცელი წერილი, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სწორედ ამაზეა. მთავარი გზავნილი ბიძინა ივანიშვილის სახელისა და რეპუტაციის ყალბი პროპაგანდისგან დაცვა. მტკიცებულებად კი რამდენიმე ქვეყნის მაგალითია მოყვანილი, მათ შორის ამერიკის. როდესაც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი. რა თქმა უნდა, აქაც და იქაც ამერიკაში ყალბი პროპაგანდის მიღმა კობახიძის ვერსიით deep state-ის ხელწერა იკითხება. ერთი განსხვავებით, აქ საქართველოში ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და რადიკალურ ოპოზიციას იყენებს. კობახიძე წერს, რომ წლების განმავლობაში ივანიშვილისთვის პრორუსობის და რუსული კავშირების დაბრალების მიუხედავად პროპაგანდის ავტორებს ამის დამადასტურებელი ერთი ფაქტიც არ წარმოუდგენიათ. რადგან კობახიძე ფაქტებს ითხოვს, მას სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, სადაც მათ შორის საკუთარი ბრალდებების დასტურად, რადგან თავადაც არაერთხელ დაუდანაშაულებია ქართული ოცნება რუსული პოლიტიკის გატარებაში, მოჰყავს ბოლო დროს მიღებული კანონები, კავშირები, პროპაგანდისტული თემები, მაქებარი განცხადებები რუსეთის მაღალჩინოსნების მხრიდან ქართული ოცნების პოლიტიკოსების მისამართით და უბრალოდ პოლიტიკის მისამართით და რუსეთზე დამოკიდებული ქართული ბაზარი. ვინ არის კობახიძის ამ წერილის ადრესატი და რა შედეგზეა გათვლილი? სწორედ ამ თემით დავიწყებთ საუბარს გია ხუხაშვილთან, პოლიტოლოგია ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო გია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.
პირდაპირ კითხავთ, როგორ ფიქრობთ, ვინ არის უშუალოდ ადრესატი იმ წერილისა, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა და სადაც ითხოვს მტკიცებულებებს იმისა, როდესაც ისმის ბრალდებები მათი ან ბიძინა ივანიშვილის მისამართით პრორუსობასთან და რუსულ კავშირებთან. ხო, ეხლა წერილის ადრესატი, გასაგებია, რომ არ არის დასავლეთი, ხო, არ ჩვენ ვართ ადრესატები, ადრესატი არის ეს ოქლოკრატიული საზოგადოება, რომლის აშენებასაც ცდილობს ხელისუფალი, ხო, როდესაც ოქლოკრატია როგორ შენდება, უნდა გაუთიშო ადამიანს გონება, საკუთარი ანალიზის უნარი და ასე რომ ვთქვათ, ძალიან სერიოზული შტურმი უნდა მიიტანო მასზე იმისათვის, რომ მხოლოდ რაღაც ინსტინქტებით და რაღაც შეთქმულების თეორიებით იკვებებოდეს და ამას აკეთებენ ეს ხალხია, ხო, ანუ ისევ შიგა პოლიტიკური მოხმარების დანიშნულება აქვს ამას ყველაფერს, თორე ხა გასაგებია, რომ ამ წერილებს ხა ჯერ ისეთი არც არავინ არ კითხულობს, მაგრამ რომ წაიკითხონ, გაიცინებენ, იმიტომ რომ თუნდაც ის кейსი, რაც თქვენ აღნიშნეთ, ხო, ეს არის მომენტი, მე ხა საკამათოა საკუთრივ მისი სანდოობა, მაგრამ სანდოც რო იყოს რაზე იქ საუბარი, რომ ხელისუფლება მუშაობდა ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგ, სახელისუფლება მანქანა იყო ჩართული, ხო? ანუ ფაქტობრივად ლაპარაკია кейსზე, რომელიც გავს ქართულ ოცნებას. ანუ იქით ხელს მეორე მხარისკენ რო იშვებს. ასე მუშაობს ზუსტად თუ მაშინ ქონდა რაღაცას ადგილი ძალიან ცუდია, მაგრამ იგივეს აკეთებს დღეს ხელისუფალი. პირიქით კი არ არის, ხო? ანუ ფაქტობრივად უკუღმა არგუმენტები მოყავს. იმის არ აქვს დღეს რო ახსნა რა არის აი გებელსისეული ესე რომ ვთქვათ პროპაგანდა, ხო? და თავისი ოპონენტებისკენ გაიშვირა ხელი. ამ დროს ჩამოაყალიბა აბსოლუტური სიზუსტით, რას აკეთებენ თვითონ ქართული ოცნება. ანუ ფაქტობრივად აი ჩვენවත් ექცათ, რომ საკუთარ თვითონ რაღაცას აშავებენ და ასრულონ ოპონენტებს და ესე რომ ვთქვათ, მათ დააბრალონ ის, რასაც თვითონ აშავებენ. ხო, ეს ის ისტორიაა, კლასიკური ისტორიაა, როდესაც ქურდი ყველაზე ხმამაღლა ყვირის ქურდი დაიჭირებდა. აი დაახლოებით ამ ისტორიასთან გვაქვს საქმე. ანუ ის მაგალითები, რომელიც მოყვანილია ამ წერილში, მათ შორის ამ შემთხვევაში საუბრობთ ტულსი გაბარდის кейსი, ორბანის кейსი, მარინ ლეპენის кейსი, არ გამოდგება? ყველა მამაძაღლი ვინც არის ამ სამყაროში, აი ყველა მამაძაღლს მოუყარა თავი რა. ბიჭო, ჯერ ერთი ლეპენი ეს არის სისხლის სამართლებრივი საქმე, დადასტურებული სასამართლოთი და ასე შემდეგ, ხო? ფულთან დაკავშირებული ამბავია ლეპენის თემა. ორბანი, ეხა ორბანზე არ მალაპარაკოთ, ხო? რამდენად კეთროვანია იგივე შიგნით ევროპაში, ხო? ანუ ერთი ირანის ის არ უხსენებია, იმიტომ რომ ეხა აღარ არიან ცოცხლები ბევრი სატირალში კი იყო, მაგრამ ერთი ირანელიც რო ეხსენებინა, მთელი პაკეტი ექნებოდა უკვე, ხო? ანუ ყველა ოდიოზური ფიგურა ვინც არის, ისინი გამოაცხადა დაჩაგრულებად რა, ანუ ყველა მამაძაღლი გამოაცხადა დაჩაგრულად, ესე რომ ვთქვათ, ცივილიზებული სამყაროს მხრიდან და ცივილიზებულ სამყაროს ეძახის deep state-ს. ეხლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ რა? კობახიძის ამ წერილს ძალიან მალე მოჰყვა ფაქტობრივად საპატრიარქოს განცხადება ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით. აქ ორი ძირითადი, ასე ვთქვათ, აქცენტია საპატრიარქოს ამ განცხადებაში გაკეთებული. ერთი ოჯახის სიწმინდის დაცვაზე და მეორე არასრულწლოვანების დაცვაზე LGBT პროპაგანდისგან. ანუ ფიქრობთ, რომ ესეც გარკვეული პოლიტიკის ნაწილი შეიძლება? აი, როგორი აჟიტირებული თემა, აი ნახეთ რა ხდება, ხო ეხა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არის ესე მარტივად საქმე იგივე LGBT თემთან დაკავშირებით და იქაც სერიოზული წინააღმდეგობაა. ისე არ არის, რომ ევროპაში ეხა ყველაფერი დაალაგებულია. სხვა საკითხია, რომ ქართული პროპაგანდა და სამწუხაროდ ეკლესიაც გარკვეულწილად შეცდომაშია შეყვანილი, ხო? ამას აბუხებს, გამოაქვს წინაპლანზე, რომ თითქოს ეს არის მთავარი თემა და ამის გარეშე ევროპა არ იქნება. ესე არ დგას საკითხი. ეს არ არის ის თემა, რომელსაც ვიღაცა კატეგორიულად ითხოვს ანასე ან ისე, კი? დარბილება, რომ რაღაც უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ეხა ის რომ ეხა ქორწინების უფლება მივცეთ და ასე შემდეგ, ხო?
არ არის ევროპის ქვეყნებში ეს ესე რომ დაშვებული. ბატონო, გასაგებია ასეთი ტიპის განცხადებები ახსნა ზოგადად აი ამ შიშების უსაფუძვლობისა. ხო, მოგვისმენია, მაგრამ ჩვენ ხომ ანგარიშს უწევთ იმას, რამდენად მაღალი სანდოობით სარგებლობს ეკლესია საქართველოს მოსახლეობაში. მე მესმის გასაგებია, ანუ ისო პოლიტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ და სამწუხაროდ ეკლესიის ჩართულობაზე ამ პოლიტიკაში, ხო? შეგნებულა თუ შეუგნებლად ზოგი შეცდომარის არის შეყვანილი. ბატონებო, ხო, ეკლესიის ესე რომ ვთქვათ, მსახურებო, მე ყველას გეუბნები და არავინ კატეგორიულად საქართველოსგან ევროპაში არ ითხოვს, იმიტომ რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში დაშვებული ეს ქორწინებები არ არის. აქაც გვაქვს ოქლოკრატიის მშენებლობასთან საქმე, ხო? ანუ აი წარმოიდგინეთ, რამდენად ზომბირებულები არიან ადამიანები, რომელთა უმრავლესობა რაშია იცით დარწმუნებული? რომ თუ LGBT-ს ესე რომ ვთქვათ, რაღაცის უფლებები მიეცი, LGBT მათ გონიათ რაღაც ვირუსული დაავადება, დაიწყება საქართველოში პანდემია და ემა, ვიცით რა საოცრება მოხდება? თქვენ, აი როგორც კი ეს პანდემია დაიწყება, ამაზე ვიღაცა ხელს მოაწერს, თქვენ გახდებით კაცი და მე გავხდები ქალი. აი ამაში არიან დარწმუნებული. და რაღაცნაირად გავჩვლით რა, მე და თქვენი, აი ფაქტობრივად ყველა კაცი გახდება ქალი და ქალი გახდება კაცი. ჩვენ კი გვეხმება ბატონო კი ამაზე, მაგრამ იქონიებს თუ არა გავლენას თუნდაც საპატრიარქოს ეს განცხადება და შესაძლებელია კიდევ იყოს მსგავსი ტიპის განცხადებები, არ ვიცი, ასე საჯაროდ მრევლის დონეზე იმ ადამიანებზე იმოქმედებს თუ არა და იქონიებს თუ არა გავლენა, ვისაც შესაძლებელია რაღაცა წუხილები ან შიშები აქვს, ან კითხვები აქვს ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პროპაგანდა მუშაობს, ხო და ეს პროპაგანდა ხო არ არის ხა პროპაგანდას თეორია არსებობს პროპაგანდაზე, როგორ უნდა გათიშო ადამიანების გონება და ესე რომ ვთქვათ, როგორ უნდა გაიყვანო აი ამ ბრბოს რეჟიმში, როგორ უნდა გადაიყვანო ოქლოკრატია რა არის? ეს არის ბრბოს მმართველობა, ხო? და როგორი ინტენსივობით უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი, ხო? როგორ უნდა შექმნა აი რასაც ყობახიძე ლაპარაკობდა დღეს, ხო? სხვაზე, მაგრამ სინამდვილეში მას რო ეხებოდა, როგორ უნდა შექმნა მტრის ხატი არარსებული და მე იმას როგორ უნდა ებრძოლო გმირულად deep state-ი მაქხედველობაში ამ შემთხვევაში, ხო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის, ანუ ეს არ არის ამათი მოგონილი, ხო? ეხლა სადა აქვს ამდენი ფანტაზია და პირდაპირ კრემლიდან მოდის ეს ინსტრუქციები, მე აი ეს თეორია, ხო, ოქლოკრატიის ფორმირების თეორია, მე იმის FSB-ს ჯერ KGB-ს და მე FSB-ს ჯურღმულებში, ლაბორატორიებში კარგად მუშავდებოდა, მე ხდებოდა მათი ტესტირება და აპრობაცია, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ხო, მაშინ გახსოვთ ალბათ ვარშავის, თქვენ კი არ გახსოვთ, მაგრამ წაკითხული გექნებათ, ხო? ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში აპრობაცია ხდებოდა, ხო? რატომ? იმიტომ რომ როდესაც შენ ოპონენტს, ანუ დასავლეთი მაქვს ხედველობაში ვერ უპირისპირდები ძირითადი ორი ფასეულობის კუთხით, რა არის, ხო? ეს არის თავისუფლება და ეს არის კეთილდღეობა, როდესაც ადამიანი იბრძვის, ხო? რაც შინაარსით ავსებს მის ცხოვრებას. ხო და როდესაც ახლა კონკურენციას საბჭოთა კავშირი ამ ორი ფასეულობის კუთხით ვერ გაუწევდა დასავლეთს, სრულიად აშკარა იყო, დღესაც ვერ უწევს და ამიტომ უნდა გამოიგონო რაღაც ისეთი, რომ იქ არის გარყვნილების ბუდე, რომ ისინი არიან ეს სატანისტები. ხო, აი ესენი უნდა გამოიგო დიდი ბოდიში, მაგრამ ევროპაში ოჯახებია, მიმიქარავს ქართული ოჯახები რა. ესე არ არის რომ იქ ოჯახს პატივს არცემენ. ბატონო კი, აი როდესაც დირექტივები ახსენეთ კრემლისგან, შეგახსენებთ რომ დღევანდელ წერილში ყობახიძე ამ ბრალდებებზე ითხოვს მტკიცებულებებს. ეხლა რა შეეხება მტკიცებულებებს? კი, ბიჭო, მტკიცებულებები არის პოლიტიკური მოღვაწეობა. როდესაც შენ დილიდან საღამომდე ხელისუფალი დაკავებული ხარ იმით, რომ ლანძღავ დასავლეთს, ხო, ამას აკეთებს ხო ხელისუფლება ლანძღავს დასავლეთს, აკრიტიკებდა. ეხლა პირდაპირ ლანძღვაზე გადავიდნენ განსაკუთრებით აი ბოლო დღეებში წარმოუდგენელი რიტორიკა გვესმის ყობახიძე, პაპუაშვილი, ნუ ეხლა ზარქუებზე და ვიღაც ესე ორშაურიანებზე აღარ ლაპარაკობ, ხო? ხო და ესე რომ ვთქვათ, ესეთი სიტუაცია როცა გაქვს და რუსეთზე, როდესაც ცუც ვერაფერს გათქმევინებ, როდესაც თბილისის ქუჩები რუსებით არის სავსე და კადრები ვნახეთ, ეხლა
ერთ-ერთ სამეცნიერო დაწესებულებაში არ ვიცი ვამპირი იყო რუსიის ხალი თუ რა იყო ეს ხელს რო გადრავდა იმას ეკთანს ხო? როდესაც ამ ყველაფერს უყურებ, ექსპანსია, ეკონომიკური ექსპანსია, კულტურული ექსპანსია, პოლიტიკური რუსეთიც კაცია რა არის. შეგნებულად არის თუ შეუგნებლად, ამაზე ჩვენ შეიძლება ვიკავათოთ. რომ პრორუსი, ესე რომ ვთქვათ, მენტალურად არის უყვარს რუსები და იმიტომ აკეთებს თუ დაქირავებულია სპეცსამსახურების, ხო? კი ბატონო, ამაზე ვიკავათოთ, მაგრამ რუსულ საქმეს რო აკეთებენ, ამას რა მტკიცებულებები უნდა, ხო? თუმცა რა ეს დევს ზედაპირზე ყველაფერი და კი ბატონო, ფაქტი ერთია, საპატრიარქოს აი ამ განცხადების შემდეგაც რაღაცნაირად კიდევ უფრო მეტად ხდება ცხადი, რომ ხელისუფლება არანაირი რეკომენდაციების, ევროკომისიის რეკომენდაციებს ვგულისხმობს შესრულებას არ აპირებს. რა ხდება? ხელისუფლება ეხლა არის პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმში. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონსტიტუციაში 78 მუხში საუბარია, რომ ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს ევროინტეგრაციისთვის და ევროატლანტიკურ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? აი კონსტიტუციის ამ მუხს პერმანენტულად ყოველდღიურად თავის განცხადებებით, თავისი საკანონმდებლო ცვლილებებით, თავისი ადმინისტრაციული აქტებით ყოველდღიურად არღვევენ კონსტიტუციას. ეს რას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ყოველდღე ჩადის დანაშაულს, ანუ აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას. ანუ მივა საქმე უვიზო მიმოსვლის შეწყვეტამდე, იმიტომ რომ რამდენიმე ვარიანტი დევს რეალურად მოლაპარაკების მაგიდასთან. აბა რა იქნება? ანუ 8 ქვეყანა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას, რადგან არგუმენტად მოყავთ, რომ ეს ხალხს დააზარალებს და მხოლოდ ასე ვთქვათ, ხელისუფლების წევრებისთვის ითხოვენ. გასაგებია ეხლა მე ეს რიტორიკაც არ მესმის რომ აი ხალხი კარგია და ხელისუფლება ესე არ არის რა. ეს ხალხი სახში ზის ხო? მაინც და მაინც ბევრი არ აპროტესტებს ამ ყველაფერს რა. ხო და რა ის ხალხი რა არ არის პასუხისმგებელი. ის ხალხიც ინაწილებს ამ პასუხისმგებლობას და ზუსტადაც არ უნდა წავიდნენ ევროპაში. ეხლა ეს პოპულისტური რიტორიკა რომ ხალხი იმსახურებს რომ იმსახურებდეთ ხო ამ უბედურებაში არ ვიქნებოდით თქო არ ვიმსახურებთ ამაშია პრობლემა. ანუ თქვენ მხარს უჭერთ უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ყველასთვის საქართველოში? არა აქვს მნიშვნელობა მე მხარს რას უჭერ და რას არა. უვიზო რეჟიმის გაუქმება ლოგიკურად გასაგები იქნება. რა თქმა უნდა არ უჭერ მე მხარს კაცო. რა თქმა უვიზოს გაუქმება მე ჩემეხება და რა თქმა პრობლემა ხო? მაგრამ ახსნადია აი ბიჭო, ვისაც არ ესმის პოლიტიკის ენაზე, საყოფაცხოვრებო ენაზე ახსნი. აი თქვენ გაქვთ სახლი, კარგად დაალაგებული, გაწკრიალებული და ცხოვრობთ იმ სახლში, ხო? იმ სახლში ცხოვრობთ და ვიღაცა შემოგეჩვიათ რა და უნდა მოდის ატალახებს თქვენ სახლს, ხო? არ იცავს თქვენ შიგა განაწეს, თქვენთან სახლში არ ეწევიან, შემოდის აბოლებს, აფეთლებს იმაზე, ამას აკეთებს, ხო, ყოველდღიურად. თქვენ ეუბნებით რომ ამას ნუ გააკეთებ, კარგი ბიჭი ხარ, მინდა ჩემთან იყო. ეუბნეთ, თქვენ შენ მინდა კითხება, მე ჩემი წესებით მოვდივარ. აცხოვრებთ ეგეთ კაც სახში თქვენთან? შემოვუშვებ, ხო არ შემოვუშვებ? ბატონო გია მესმის აბსოლუტურად მესმის. რატო ვართ ესე აღშფოთებული ვერ გავიგე. მიზეზები რომ არსებობს და არგუმენტები რომ არსებობს, რატომ შეიძლება ამ გადაწყვეტილებამდე მივიდეს ევროკავშირი ეს გასაგებია, მაგრამ რა შედეგის მოლოდინი არსებობს? ანუ ვინმეს აქვს მოლოდინი რომ ეს იმდენად მტკივნეული რამ იქნება რომ ხელისუფლება, არ ვიცი, დაფიქრდება რომ მართლაც ხომ არ ჩანიშნოს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები? ესენი ვეღარ დაფიქრდებიან. ეხლა იმის ილუზია რომ ამათ არ აქვს მანევრი უკან დახევის და კომპრომისების კაცო. დაწვეს ყველა ხიდები დამწვარი აქვს უკვე. მათი ესე რომ ვთქვათ, ვისა რა ქვია, შეიძლება მხოლოდ მათი იძულება რა. ანუ ისინი აფშონს ჩამოდიან ძალაზე. და ძალით ეცდებიან რომ ბოლო წუთამდე სანამ შეძლებენ იყვნენ ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში. რატო? იმიტომ რომ ხელისუფლების ძალაუფლების გარეშე ისინი საკუთარ უსაფრთხოებასაც ვეღარ ხედავენ. ანუ ადამიანებს რომლებიც ამბობენ რომ უვიზოთ თუ არა ვიზას ავიღებ და ისე ვიმოგზაურებ ევროკავშირის ქვეყნებში, უვიზოს შეწყვეტა აიძულებს რამის გაკეთებას თუ რამ უნდა აიძულოს? აი მითხარით, როგორ ხედავთ მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარს? ანუ ევროკავშირი ქართულ ხალხს აძლევს ინსტრუმენტს, დიახ.
მოიწეთ და განვითარება დამოკიდებულია ჩვენზე. ხო, ხელისუფლება ყოველდღიურად აუარესებს ჩვენ პირობებს. არ ითვალის გასულია იმ მანდატის ფარგლებიდან, რაც ჩვენ მივეცით, რა მანდატი მივეცით, ხო, რომ ხალხი იყვნენ დაპურებულები, ქონდეთ თავისუფლებები და ჩვენ ვიაროთ ევროპულ გზაზე. ეს მანდატი ხელისუფლებამ დაარღვია, ანუ გადაგვაგდო რა, მარტივად რო გითხრათ, ხელისუფლებამ. და ეხლა ჩვენ რა უნდა ვქნათ ის, რა თავის არ წავა ხელისუფლება. ჩვენ უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან. ჩვენ უნდა გავყაროთ ჯოხით, ხო? იმიტომ რომ კონსტიტუციას არ ღვევენ, მანდატს არ ღვევენ. თუ გვაქვს ამისთავი ეს უნდა მე მგონი მიგიხვდით, ანუ თქვენც იმ ვერსიას ავითარებთ, რომ უვიზოს შეწყვეტა იქნება ახალი საპროტესტო ტალღის რაღაცა ლოკომოტივი, ბიძგის მიმცემი. სხვათა შორის ამას ხელისუფლებაც უშვებს, ხომ? გვახსოვს კობახეთის ბოლო განცხადება, რომ შესაძლებელი ცოტა აქ დაშავებული. დღემდე ცოტა ყველაფერი გაუვიდათ, ხო? ეხა უვიზო რეჟიმი რო გახდება ის კრიტიკული წერტილი, ხო? მე არ ვიცი, აღარ ვარ მე ამ საზოგადოებაში დარწმუნებული. იმიტომ რომ აღშფოთება ძირითადად მესმის სამზარეულოში, ქუჩაში მე არ მესმის რა. ან მესმის ძალიან სუსტი. აი ეს არის და თუ ეხა რატომ 19 ივლისი, აგერ რამდენიმე დღის წინ მაშინ სამზარეულოში და იქნება ბიძინა 100 წელი, რა პრობლემაა, გავიგე. 19 ივლისი აღშფოთება მესმის მხოლოდ სამწუხაროდ ძირითადად სამზარეულოშიო და 19 ივლისი იყო აგერ რამდენიმე დღის წინ აქცია 8 ოპოზიციური პარტიის. აქცია გავიგე, მაგრამ აქცია ხო არ არის აქცია, ეხლა შევიკრიბე დავიშალოთ რა. შეკრება უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას. პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმშია ხელისუფლება. გააყალბა არჩევნები. ლეგიტიმაცია დაკარგა. ეხლა 78 მუხს არ ღვევენ ყოველდღიურად თავისი რიტორიკით, თავისი კანონმდებლობით და ყველაფრით, ხო? ანუ კონსტიტუციაც გადაგვახიეს თავზე. ეხლა ჩვენ ხალხმა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ მშვიდობიანი გზით ხას უსვავ, მშვიდობიანი გზით ვაიძულოთ ეს ხელისუფლება ან დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში და თუ ამაზე უარს აცხადებს, მაშინ გავისტუმროთ სახში. ეს ჯობია რომ მოხდეს საერთოდ. ეს არის გეგმა, აი გეგმაზე ჩვენ ხომ რა ვიცი 7-8 თვეა საყვედურობდით ხოლმე ოპოზიციას. ეს პოლიტიკოსებს კითხეთ, მე ვამბობ რა არის გასაკეთებელი. გეგმა არის პოლიტიკოსების საქმე. მე რა გეგმას მეკითხებით ახლა, აბა მე. კარგი, აი პოლიტიკოსებს თქვენ თავად შეეხეთ. მოდი მაშინ ვისაუბროთ პოლიტიკოსებზე. ოპოზიციას გულისხმობთ, ბუნებრივია, ხომ? რა ფორმაში ხდება მთელს ამ მიმდინარე თუ მოსალოდნელ პროცესებს ოპოზიცია? ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფები უპირისპირდებიან მათ შორის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას. ანუ ასე დაყოფილი ოპოზიციური სპექტრი ხომ არ უკარგავს აზრს ერთის მხრივ არჩევნებში მონაწილეობასაც და მეორეს მხრივ ბოიკოტსაც. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ ფორმაშია ოპოზიცია, ხო? ცუდ ფორმაშია ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსი გაასწორონ და ორივე ფლანგმა, ხო? ეხლა პატივისცენ ერთმანეთს არჩევანს, ხო? ვინ რა გზით ივლის და რაღაც ეტაპზე მაინც ხო ერთდებიან, იმიტომ რომ ძირითადი მიზნები ხო ერთი აქვს, ხო? ხო და ერთი უბრალოდ ტაქტიკაშია სხვაობა, ერთი თვლის ამ ტაქტიკით, მეორე ნაცვლად იმისა, რომ ძირითად თემაზე რაც აერთიანებთ, იმაზე კონცენტრირდნენ. ძირითად ბოიკოტისტები მოიყვეთ ესე ვთქვათ, შეურაცხყოფით და ცილისწამებით არიან მეორე ფრთისა დაკავებული. ანუ არჩევნებში მოღალატეებს და რაუბედურებას არ ეძახიან, ხო? ამით არიან დაკავებული. ეს რას მაგონებს, იცით? აი, ცუდი ბოქსიორები რო არიან რა, რინგზე რო ერასულან და სამაგი რო ტრაბახობენ, მაგარი ბოქსიორები რო არიან და ძირითადად სახში ცოლშვილის ცემატყებით რო არიან დაკავებულები და მაგარი ბიჭები რო არიან. ამას მაგონებს რა. ძალიან ცუდი შედარება. აგით რინგზე და ვინც არის თქვენი რეალური მოწინააღმდეგე, იმაზე ომეთ. ალესილი აქვს დენები და დილიდან საღამომდე იმაზე ხაზარაძეზე ლაპარაკობენ, თუმცა ხაზარაძე იყო ამ ქვეყნის პრობლემა რა. და თვითონ ვინ არიან, რისი თავი აქვს, ერთი ვერ გავიგე რა. თავს ვლდებენ დიდ ლიდერობაზე, გუშინდელი, ესე რომ ვთქვათ, წინა ხელისუფლების უბედურებაში გახვეული ადამიანები რა.
თუმცა წარმოადგენს როგორც ვნახეთ მათ სამოქმედო გეგმა 19-ში რაც ითქვა დრაჩობილი რაღაცა რა რას გააკეთებენ ახლა რა არის რაჩობილი რომ წინააღმდეგობრივი ჯგუფები უნდა შექმნან ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და დაუპირისპირონ ალბათ ძირითადად ხელისუფლებას თუმცა აი ამ ხელისუფლებას კი არა ოპოზიციას უპირისპირებენ კაცო ხელისუფლება თავის აურჩევებს მაინც მიიყვანს ოპოზიციას უპირისპირებენ ბიზნეს საქმეს აკეთებენ ისევ რა ბიზნეს საქმეს აკეთებენ აბა თქვენ რა გონიათ რომ ესე რომ ჯგუფებს შექმნიან ის ხელისუფლების აურჩეველი უბანთან ვერ მივა ისე ხოშიანად მიიყვანენ ამათაც კარგად გამოთხიპავენ და ამით დაამთავრებენ ყველაფერს რა არ მივა ოპოზიციური აურჩეველი ამას აკეთებენ მე არაფერს არ აკეთებენ ანუ თვით დაზიანება მაზოხიზმის რაღაც განსაკუთრებული ფორმა მოიფიქრეს რა ანუ რა ჯობდა წინააღმდეგობის ჯგუფები ყველას ერთად შეექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე იმისათვის რომ არჩევნების შედეგები დაეცვათ გაყალბებისგან ჯობდა ის რომ საერთოდ ეს პოლემიკა არ წამოწყებულიყო ვიღაცა წავა არჩევნებზე ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს და მერე ეს პროტესტი არჩევნებზე წასულების და არ წასულების უნდა გაერთიანდეს და 4 ოქტომბერი უნდა ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღეთ რომ დააბრუნოს მოპარული ხმები უკვე ცხელზე ანუ ცხელ ქურდობაზე ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ ჩვენ ეს წინა ოქტომბერში ვერ გავაკეთეთ იქაც პარტიების პასუხისმგებლობა იყო რატომ იყო პარტიების პასუხისმგებლობა იმიტომ რომ პარტიებმა ჩვენ საზოგადოება მიგვაძინეს გითხრეს რომ თვითონ დაიცავდნენ ხმებს რომ ვერ გაბედავდა და ვერაფერს ვერ გააყალბებდა ხელისუფლება ლამის უკვე პორტფელებს ინაწილებდნენ მიგვაძინეს ჩვენ ვიფიქრეთ რომ დაიცავენ ხმებს და დავიძინეთ ველოდებოდეთ ხელისუფლების სრულება ანუ რეალურად ამიტომ არის ხალხი გაბრაზებული ამ პარტიებზეც და ეხლა პარტიებს აღარ უნდა ვენდოთ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები იმიტომ რომ პარტიებს დავინახეთ რომ ამის თავი არ აქვს ჩვენ ხალხმა უნდა ავიღოთ ძალაუფლება ერთი დღით ხელში და ვაიძულოთ ხელისუფლება რომ ითამაშოს ხო მაგრამ ამასაც ხომ ორგანიზება ჭირდება ბატონო ანუ ასე მოწოდებების რაღაცა სპონტანური ორგანიზებულია დიდი ბოდიში 100,000 კაცი რომ გამოდის ხოლმე ქუჩაში ორგანიზებულია მესმის მაგრამ თქვენ ხომ თქვით აქციისთვის აღარ უნდა მესმის მაგრამ რომ გამოდის ის ხალხი აქცია ახდენენ ძალის და პროტესტის დემონსტრირებას და შემდეგ იშლებიან სახლში თქვენ თავად საუბრობთ ოქტომბერს გამოვიდეთ 24 საათზეა ლაპარაკობ ხო 20 დილას გამოვიდეთ და დილა მეორე დილამდე სანამ უქმები არ გამოვა უბნებიდან ყველა უბანთან ვიდგეთ შვიდობიანად და არ მივცეთ ხელისუფლებას რომ უფლება რომ გამოიტანოს იქიდან დახატული ოქმი აი ეს უნდა გავაკეთოთ რა მეტი არაფერი აბა ეხლა რამდენი პოლიციელი ყავს ეხლა ჩვენ საცემად მაგასაც ვნახავთ 100,000 კაცი რომ გადანაწილდება უბნებზე რა აი რამდენი ნარკუშა და ძველი ბიჭი ყავს რა და რას იზამენ ეთი რა ხო და ამას არ ჭირდება ორგანიზება სწორედ ამას გეკითხებოდი ამას ჭირდება ანუ სპონტანური პროცესი იქნება თვითორგანიზებული რომელიც მოიტანს იმ შედეგს რა შედეგის მოლოდინიც გააქვს ამ საზოგადოებას არაერთხელ დაუმტკიცებია რომ აქვს თვითორგანიზების პოტენციალი მით უმეტეს რომ ჩვენ საუბრობთ 24 საათზე ერთ დღეზე ამ ხალხს ყოველგვარი ორგანიზების გარეშე დაუმტკიცებია რომ მას აქვს იმის განძლეობა რომ ეს 24 საათი გავუძლოთ. თუ ჩვენ გვინდა ქვეყანაში რაღაცა შევცვალოთ უკეთესობისკენ, დავაბრუნოთ ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. გავაკეთოთ. ოპოზიციას კი არ უნდა ვენდოთ სიტყვაზე რომ ისინი დაიცავენ ხმებს, ისინი ვერ დაიცავენ ხმებს. ჩვენ თვითორგანიზებით ჩვენი მიცემული ხმები, ჩვენივე უბნებზე უნდა დავიცვათ ბოლომდე. და არ უნდა გავაბედინოთ ხელისუფლებას რომ მოგყაროს არჩევანი. დავაუფლების ხარო ჩვენ ვართ, ხელისუფლება კი არ არის. ეს უნდა შევაგნებინოთ ერთხელ და სამუდამოდ ამ ხელისუფლებას
რაც მაგალითი იქნება შემდეგისთვისაც, რა თქმა უნდა. სხვათა შორის ბევრჯერ მიკითხავს აი სალომე ზურაბიშვილის როლზე, მაგრამ მანამ სანამ რაღაცა სხვა განცხადება არ გაუკეთებია. მე მის როლს ვეღარ ხედავ საერთოდ რა. ნუ დასავლეთში კი ბეტონო მუშაობს. საქართველოში არ. ანუ შიდა პოლიტიკურ პროცესებში მის როლს ვერ ხედავთ? არა, ბიჭო, კი თეორიულად ხედავ, მაგრამ პრაქტიკულად ვერ ხედავ რამე ესე რომ თქვა შედეგზე ორიენტირებული ქმედება მისგან მიდიოდეს. გაქვთ მოლოდინი რომ რაღაცა მეტი სიცხადე და მკაფიობა უნდა შეიტანოს თავის სამომავლო ნაბიჯებში? არა, პოლიტიკა ვორდინგის თემა ხო არ არის და განცხადებების თემა. პოლიტიკა არის ქმედებების სივრცეა პოლიტიკა. და თუ არ მოქმედებ ეხა დიდი ბოდიში რა ეხა რა ლაპარაკი ყველა მისწავლა. ლაპარაკი ყველა მისწავლა. მოქმედებებზეა ლაპარაკი. მოქმედებებია საჭირო. სხვათა შორის ვერსიების დონეზე მოვისმინე, მათ შორის აი აქ ჩემს გადაცემაშიც, რომ სალომე ზურაბიშვილი უარს არ ამბობს წინააღმდეგობის პლატფორმაზე და ახლა წინააღმდეგობის პლატფორმაზე ეპატიჟება აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფებს. სერიოზულად მიმაჩნია რა წინააღმდეგობის პლატფორმა. კი, გასაგებია, ეხლა ეპატიჟა თავიდანვე რატო არ დაპატიჟა, კაცო, მილიონჯერ მედათქმე გვისაუბრია. რომ იყო შეცდომა, როდესაც პარტიებს დაუძახა და სადღაც ჩურჩული დაიწყო რა. მას უნდა დაეძახა იმ ხალხისთვის, ვინც ქუჩაში დგას ამდენი ხანია რა. უამრავი სოციალური და ისა რა ქვია, პროფესიული ჯგუფი ვიხილეთ, რომლებსაც ყავთ ლიდერები. ეს ხალხია დღეს წამყვანი ძალა და არა პარტიები. პარტიები ჩვენს ინსტრუმენტია მხოლოდ რომ დავბრუნდეთ ნორმალური განვითარების გზაზე, თორე პარტიებს ლიდერებად ეს საზოგადოება არ აღიარებს დიდი ხანია უკვე, ხო ვიცი. აი რატო მალავთ ამ იმას, რატო ყალბი რიტორიკით რატო ვარ დაკავებული? ხო ვიცით რომ არ აღიარებს ხალხი ამას ლიდერებად. კი ბატონო, ძალიან საინტერესო განცხადება მოვისმინე, როდესაც ამბობთ, რომ სალომე ზურაბიშვილის აქტიურ პოლიტიკურ როლს აი ამ პროცესებში ვერ ხედავ. ანუ ოპოზიციამ გარიყა სალომე ზურაბიშვილი თუ აღმოჩნდა, რომ არც ერთი ოპოზიციური ფლანგის მოსაზრებები სალომე ზურაბიშვილის პოზიციას არ ემთხვევა და ბუნებრივად მოხდა ეს გარიყვა მისი აი ამ ოპოზიციისგან. ძალიან სამწუხარო, მას ჰქონდა უზარმაზარი პოტენციალი, ერთადერთი ფიგურა იყო ფაქტობრივად. მაგრამ დღეის მდგომარეობით მან ამ პოტენციალის დიდი ნაწილი უკვე სამწუხაროდ აბსოლუტურად ჰაერში გაისროლა, რასაც ქვია რა. კი ბატონო, მადლობა. გია ხუხაშვილს, პოლიტოლოგი იყო, ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი. იზიარებთ თუ არა ბატონო გიას მოსაზრებას, რომ იმის პოლიტიკური პოტენციალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა, უბრალოდ ფუჭად გახარჯა და არ გამოიყენა სათანადოდ. ის რაღაცა უკვე წარსულშიც საუბრობდა სალომე ზურაბიშვილზე, როგორც აი ამ პროცესში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურაზე. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მე ყოველთვის მიყვარს თქვენს ეთერში მოსვლა. მადლობა. მიესალმებით ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. მე მგონია, რომ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ იდეალიზება პოლიტიკური პერსონების და თუ ჩვენ ამ ცდუნებისგან თავს დავიძვრენთ, რომ კონკრეტული ერთი ლიდერის, კონკრეტული ერთი ადამიანის იდეალიზებას არ გავაკეთებთ. თავს დავიძღოთ იმისგანაც, რომ მას ავკიდოთ მთელი პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესზე. იმიტომ რომ თუ ჩვენ კეთილსინდისიერად შევაფასებთ რეალობას და არ გავექცევით, თქვათ, აი ამ ანალიზის სირთულეს, რომლის წინაშეც ყოველთვის დგას ნებისმიერი ანალიტიკოსი, რომელსაც ფუნდამენტური ცვლილებების ან კომპლექსური პროცესების ანალიზი სურს, ჩვენ მოგვიწევს იმის თქმა და იმის აღიარება, რომ სხვა ფაქტორები იქნებიან ეს კონკრეტული ლიდერები, ეგალიტარული თანასწორი მოძრაობები თუ ჯგუფები, რომლებიც არ აღიარებენ, თქვათ, ეს ერთ ლიდერზე ორიენტირებას, სხვა ფაქტორები, თქვათ, თვითონ რეჟიმი, ოპოზიცია და ასე შემდეგ, ერთმანეთთან ურთიერთობაში აყალიბებენ რაღაცა რეალობას, სადაც ყველას თავისი წვლილი აქვს, ხო, თავისი წვლილი აქვს
პრეზიდენტ ზურაბიშვილს თავისი წვლილი აქვს ოპოზიციას და მის ლიდერებს, თავისი წვლილი აქვს წინააღმდეგობას, რომელიც არ აღიარებს არც ერთ ლიდერს, თავისი წვლილი აქვს ხელისუფლებას, საერთაშორისო საზოგადოებას და აი ჩვენ ამ კომპლექსურ მდგომარეობაში უნდა შევძლოთ და თითოეული მათგანის პასუხისმგებლობა ან გამარჯვება პირიქით უნდა გამოკვეთოს. სალომე ზურაბიშვილმა თვითონ იტვირთა და გამოიჩინა ინიციატივა, რომ გარკვეული მაკონსოლიდირებელის როლი შეესრულებინა. რამდენად გამოუვიდა ეს სხვა თემა, მაგრამ მოდი პირდაპირ კითხავთ, მათ შორის აი აქ ჩემს გადაცემაშიც შეკითხვაზე ქმნის თუ არა ის თავის პოლიტიკურ გუნდს და ზრუნავს თუ არა ამ ეტაპზე ამ საკითხზე. ეკაბესელიასგან მოვისმინე, რომ ის არაპირებს უარი თქვას წინააღმდეგობის პლატფორმაზე და ეპატიჟება პოლიტიკური პარტიების ნაცვლად, რომლებმაც დატოვეს ფაქტია, ხომ? წინააღმდეგობის პლატფორმა აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფებს. თქვენთანაც ხომ არ მიმდინარეობს ასეთი ტიპის საუბარი? მე თქვენს ეთერშიც რამდენჯერმე მithქვამს, სულ ცოტა ერთხელ მithქვამს, მაგრამ მე ჯერ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ჩვენ გვაქვს ჩვენს მოძრაობას აქვს კომუნიკაცია, ჩვენ გქონდა შემოთავაზება ყოფილიყავით ამ პლატფორმის წევრი, მაგრამ მაშინაც ბევრი ვილაპარაკეთ თქვენს ეთერში, რატომ გადავწყვიტეთ, რომ პლატფორმის წევრი არ ყოფილიყავით, თუმცა გვეთანამშრომლობა მასთანაც, პლატფორმასთანაც, მიუღებელი იყო ის რაღაცა დრო მოჭმული, გაცვეთილი პოლიტიკური სახეები, რომლებიც რაღაცნაირად დომინანტურ მდგომარეობაში იყვნენ აი ამ პლატფორმის შემადგენლობაში. ახლა ასეთი სახეები თქვენ აღარ დაგხვდება. რამდენიმე ფაქტორი, არა მხოლოდ ეს, არამედ ჩვენ როდესაც ვაპარაკობთ ახალ პოლიტიკაზე, ხო, ჩვენ ეს ახალი პოლიტიკა წარმოგვიდგენია ისე, რომ ჩვენ თავად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ხედვა, საზოგადოებას წარუდგეთ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა, თუმცა არა პარტია, რადგან ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ, თავისი წესრიგით, ხო, იმიტომ რომ არ არის დემოკრატია, ხო, კი ბატონო, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია არ ქონდეს. ხო, მაგრამ პოლიტიკური მოძრაობის დაანონსება უკვე გარკვეული ამბიცია და განაცხადი არის, სხვა შორის ახალი პოლიტიკური ძალა თქვით, ხო? ახალი პოლიტიკური რეალობა, აი ტერმინიც კი ემთხვევა ერთმანეთს, ბესელია სწორედ ამაზე საუბრობდა, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა რომ პლატფორმა იქცეს რაღაცა ახალ პოლიტიკურ სიტყვად, ახალ პოლიტიკურ რეალობად არსებულ ვითარებაში. პასუხს მე რამდენიმე არა მე ხო იცი გაქვთ თუ არა მოლაპარაკება უბრალოდ მინდა რომ ყველა ძაფი მივიყვანო ბოლომდე რამდენიმე რაღაცაზე დავიწყე მსჯელობა. კარგით, მაშინ მითხარით ამ წუთას ყველაზე აქტუალურ კითხვად რომელი გეჩვენება და იმას უპასუხოთ. ზურაბიშვილისგან შემოთავაზება რომ არა, ამ წუთას არავითარ შემოთავაზება ჩვენ არ გქონია. ამ წუთას არავითარ შემოთავაზება არ გქონია, თუმცა ის განაცხადი რომელიც ითქვა, მე მგონი საკმარისია შემოთავაზებისთვის, ხო? კი ბატონო, ხედავთ საკუთარ თავს. ანუ ჩვენ ახლა ესე არ უყურებთ ამ საკითხს, რომ აი ვიღაცა უნდა მოვიდეს აუცილებლად და რაღაცა ხელში წერილი გადმოგწეს მოწვევის. ითქვა საჯარო მოწვევა და ეს საჯარო მოწვევა გასაგებია. ეს საჯარო მოწვევა მიღებულია, ეხლა ამაზე პასუხი ამაზე პასუხი არის საჭირო. წინააღმდეგობის პლატფორმაზე. კი ბატონო, კი ვახუშტი. ხო, გსურთ, ნუ გაიქცევით და პასუხი. ჩვენ ეს პასუხი ეს კითხვა მიღებული, ამ კითხვას ახლა სჭირდება პასუხი. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, სხვა შორის 2 დღის წინ ჩვენ მქონდა დიდი შეკრება, რომელმაც ახალი საორგანიზაციო ჯგუფი აირჩია, საორგანიზაციო ჯგუფი უწევს კოორდინირებას ჩვენი მოძრაობის მუშაობას და ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელსაც უნდა გასცეს პასუხი ჩვენ ახალმა საორგანიზაციო ჯგუფმა საერთო კრების ჩართულობი და ყველა წევრის მოსმენის შემდეგ იქნება აი ეს საკითხი. ამიტომ ჯერჯერობით მე ამაზე პასუხი არ მაქვს პირდაპირ გითხრა. როგორ ქვია ამას გაწევრიანდებით თუ არა წინააღმდეგობის პლატფორმაში იქნება თუ არა თქვენი მომავალი სამომავლო რაღაცა პოლიტიკური გეგმების განხორციელების ნაწილი წინააღმდეგობის პლატფორმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად. როდესაც ვაპარაკობთ პოლიტიკურ გეგმებზე, რა არის პოლიტიკური გეგმა? ხო, ჩვენი პოლიტიკური გეგმა რა არის? ამ წუთას ჩვენი პოლიტიკური გეგმა არის
რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის დემოკრატიულად გარდაქმნა, ხო? ეს არის მთავარი პოლიტიკური გეგმა. ის კი არა, იმიტომ რომ იცით, პოლიტიკურ გეგმას როცა ამბობენ ადამიანები და თქვენ როცა თქვით, მაყურებელმა შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ გეგმებზე აქ არის ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იქ რაღაცა მანდატები, ადგილობრივი მმართველობა, საკრებულო პარლამენტი, მინისტრები არა. პოლიტიკური გეგმა ამ წუთას იმაზე შორს არ იყურება, რაცაც ნიშნავს დემოკრატიულ სისტემამდე მისვლა, რასაც სჭირდება რეჟიმის დამარცხება. აი, რეჟიმი რო დამარცხდება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმაზე პასუხი, რა არის ჩვენი პოლიტიკური პროგრამა. მაგრამ პირველი და ერთადერთი მიზანი ამ შემთხვევაში ეს არის რეჟიმის დამარცხება. რატო შეიქმნა ჩვენი მოძრაობა? იმისთვის, რომ შექმნილიყო ახალი ცენტრი, ახალი ბირთვი, რომელიც მოიზიდავდა ადამიანებს, რომელიც ამ ხედვას იზიარებს, ხო? რატომ მუშაობთ ამისთვის, რომ რეჟიმს მივაყენოთ? იქნებით სწორედ აი ამ რაღაცა პოლიტიკურ წინააღმდეგობის პლატფორმაზე სალომე ზურაბიშვილთან ერთად, როგორ მესმის, რომ თეორიულად შეიძლება ეს იყოს ძალიან ეფექტური პლატფორმა, ან შეიძლება იყოს ძალიან არაეფექტურიც, ხო? ამისთვის ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ როგორ წარმოუდგენია პრეზიდენტ ზურაბიშვილს ამ პლატფორმის მუშაობა, ამ პლატფორმის მიზნები, რამდენად ინტეგრაციული უნდა იყოს ის, თქვა, ანუ რამდენი რა ფუნქცია ექნება, ხო? რამდენად შეინარჩუნებენ დამოუკიდებლობას ის ჯგუფები, რომლებიც ჩაერთებიან, რაზე იქნება კოორდინაცია, რაზე იქნება თავისუფლება, რა სტრატეგია ექნება და ამ ყველაფრის იგეგმება ამ ინფორმაციის გაცვლა. ეს ხო ახალი განაცხადია, ხო? ეს ხო ვიცი რატომ არის ახალი განაცხადი, როდის გააკეთა ეს განაცხადი სალომე ზურაბიშვილმა. ანუ მაშინ როდესაც თქვა კონკრეტულად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია საჯაროდ, რომ არც აქტიური ბოიკოტი და არც არჩევნებში მონაწილეობა. ამ განაცხადს თუ გულისხმობთ? არა, ეგ სხვა განაცხადია. თქვენ ახლა ამბობთ ამ ახალი პლატფორმის დაარსებაზე, სადაც ყველას ეპატიჟებია. ხო ამაზე ლაპარაკი თორე ეგ უკვე ეს არის ხო ეგ მეორე საკითხია შეგვიძლია მაგაზე გადავიდეთ და მაგაზე ვიმჯელოთ როგორი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სუბიექტის მოქმედება არსებულ პირობებში არსებულ ვითარებაში რა არის არსებული ვითარება მოცემულობა ხო პირველი გვაქვს ავტორიტარიზმი მეორე არის ოპოზიციური პარტიები რომელიც ბოიკოტს უცხადებენ ამ არჩევნებს და არიან პარტიები, რომელიც ოპოზიციური პარტიები, რომელიც აპირებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას. აი, ამ პირობებში როგორი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სუბიექტის მოქმედება. აი, ეს არის კითხვა. ხა შეგვიძლია ამ კითხვას თქვენს თუ გაინტერესებთ ამ კითხვაზე ძალიან მაინტერესებს, როგორი უნდა იყოს, ანუ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სუბიექტის მოქმედება, ანუ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ არც ერთი ჩამოთვლილიდან პასუხისმგებლობით შექმნილ ვითარებაში არ იქცევა, არც ბოიკოტში მყოფნი, არც არჩევნებში მონაწილენი? მე რა კრიტიკა მაქვს, როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს ამ ქვეყნის ორივე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, ვინც მონაწილეობს და ვინც არ მონაწილეობს. პირველი კრიტიკა არის, რომ მათ ძალიან გვიან დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, ძალიან გვიან დაიწყეს დისკუსია, ვეღარ მოასწრეს ეს დისკუსია და გამოვიწვიეთ ეს გახლეჩა. ან ისე უნდა ყოფილიყო, ან ასე უნდა ყოფილიყო, ან უნდა შეთანხმებულიყო მონაწილეობაზე, ან არა. მაგრამ ვერ ეს პროცესი ვერ წაიყვანეს. მაგრამ ამაზეც გვილაპარაკია ჩვენ თქვენს ეთერში. ეხლა გადავიდეთ მეორე საფეხურის მსჯელობის. მეორე საფეხური მსჯელობის არის რა? როდესაც გვაქვს ახლა აი ეს ვითარება, რა წინასწარი ვარაუდით, აი რა დამოკიდებულებით იღებენ, ან არ იღებენ ეს პარტიები არჩევნებში მონაწილეობას. ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ისინი არიან ქუჩაში მიმდინარე პროცესებს მიმდობილები. რო აი ხელისუფლება დაუშვებს რაღაცა შეცდომას, ან რაღაცა მოხდება ისეთი, რაც ხალხის ფართო მასებს გამოიყვანს ქუჩაში და აიძულებს ხელისუფლებას დათმოს პოზიციები. მაგრამ როგორ უნდა შეუწყოს ამას ხელი, ან როგორ უნდა შექმნას ეს რეალობა პოლიტიკურმა
ძალებმა ამაზე ისინი არაფერს არ გეუბნებიან, ან ძალიან ფრაგმენტულად. ერთ-ერთი ბოლო ასე ვთქვათ, კონკრეტიკა, რომელიც შემოვიდა მათ საუბარში, ისინი ჩამოაყალიბებენ წინააღმდეგობის ჯგუფებს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და ალბათ დააბოიკოტირებენ არჩევნებს. რა თქმა უნდა, მაგრამ თავარი მიზანი ხომ ეს არის. ხო და ნახეთ, სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ეს არის თავარი მიზანი. არჩევნების დაბოიკოტირება არის საშუალება და არა მიზანი. და ჩვენი პოლიტიკური პარტიები ამას განიხილავენ, არჩევნების დაბოიკოტირებას განიხილავენ როგორც მთავარ მიზნად. არჩევნების ბოიკოტირება შეიძლება იყოს ლეგიტიმურად, თუ ამას კარგად განახორციელებს ერთ-ერთი ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმ მიზნისკენ, რისკენაც მიდიხარ. რა არის ეს მიზანი, ხო? ეს მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა წინააღმდეგობის მოძრაობაში. მაგრამ არჩევნების ბოიკოტირება ეს არის სანახევროდ გადადგმული ნაბიჯი. არჩევნების ბოიკოტირების მერე, აი რა უნდა მოხდეს? აი ვთქვათ, ცოტა ადამიანი მივიდა არჩევნებს. კარგად იმუშავა ამ ბოიკოტის სისტემამ და მარტო ქართული ოცნების ამომრჩეველი მივიდა და სხვა არავინ არ მივიდა. რა არის ეს? რას აძლევს ეს ოპოზიცია? ამის შემდეგ აი ამ წარმატების შემდეგ ისინი რა ნაბიჯს თავაზობენ საზოგადოებას. კარგი, ის გაიგეთ რა ნაბიჯს თავაზობენ საზოგადოებას, ისი პოლიტიკური ძალები, ვისაც რა თქმა უნდა აფიქსირებენ წინასწარ, რომ ქართული ოცნებისთვის არჩევნების მოგების ამბიცია არ აქვთ, მაგრამ პოლიტიკური პროცესის შექმნას გეგმავენ საკუთარი მონაწილეობით ამ არჩევნებში. აი ეს არის სწორედ საკითხი. ისინი იმასაც არავითარი გეგმა არ აქვთ სინამდვილეში, იმიტომ რომ ისინიც მიყვებიან რაღაცა წინასწარ გამზადებულ ჩარჩოს და საკუთარი თამაშის წესები არ შემოაქვთ. ეს წინასწარ გამზადებული ჩარჩო ამ შემთხვევაში არის წინასაარჩევნო კამპანია, ამ შემთხვევაში არის ის, რომ აი რამდენიმე საკრებულოში გაიყვანენ რაღაცა წევრთა რაოდენობას და იქ ხელისუფლება რომ შემოიტანს ბიუჯეტს, ესენი აქედან ამ ბიუჯეტს გააკრიტიკებენ. მაგრამ ის თუ როგორ შექმნიან თავად პოლიტიკურ პროცესს, აი ამ ინსტიტუციური ჩარჩოს მიღმა ვთქვათ, რა, ამ ინსტიტუციურ ჩარჩოს როგორ გამოიყენებენ უფრო დიდი რაღაცისთვის, ხო? იმიტომ რომ ეს არ არის ნორმალური დემოკრატიული პირობები, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, სადაც ახლა არჩევნები შეგიძლია გამოიყენო ფუნდამენტური ცვლილებების და ჩვენ ფუნდამენტური ცვლილებები გვჭირდება. ხალხი, რომელიც ქუჩაში დგას უკვე 7 თვეა, პირველი ერთი თვე იქნებოდა თუ დღევანდლამდე შემორჩენილი უფრო მედეგი ადამიანები, ხო? ან ვისაც აქვთ ამისი კომფორტი, რომ იგინდო ყველას არ აქვს ამის კომფორტი, ხო? ეს ადამიანები იმიტომ კი არ იბრძვიან, რომ რაღაცა ამის ილუზია კი არა აქვს ამ ხალხს, რომ ეხა არჩევნები ჩატარდება და ყველა არჩევნებით ყველაფერი კარგად იქნება. არა, ამ ხალხს აქვს მოთხოვნა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, ისეთი რეალობა, რომელიც ჯობია ყველა იმ ქვეყანას, რაც აქამდე გქონია, ყველა იმ წესრიგს, რომელიც აქამდე გქონია, ყველა იმ სისტემას, რომელშიც გვიცხოვრია, იმიტომ რომ ჩვენ ვაანალიზებთ, რომ ის სისტემა, რომელშიც აქამდე ცხოვრობდით, ყოველთვის გულისხმობდა იმას, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არ იყო სათანადოდ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ხელი არ მიუწვდებოდა ძალაუფლებაზე, ანუ საკუთარი თავის მართვაზე, ხელი არ მიუწვდებოდა სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ სიკეთეებზე. ამიტომ ჩვენ იმას კი არ ვითხოვთ, რაც გქონდა, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ არც არაფერი არ გქონია. ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის და რაც გვეკუთვნის არის ბევრად მეტი, რაც ამ 35 წლის განმავლობაში ჩვენთვის მოუწია პოლიტიკურ ელიტას. ხო, დამოუკიდებლად ხო არ ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ქვეყნის გარედან გადადგმულ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში და ევროკომისია პირდაპირ ამბობს, რომ თუ 31 აგვისტომდე არ შესრულდება რეკომენდაციები, შესაძლებელია ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების საკითხი დადგეს დღის წესრიგში. ყველა ტექნიკური პროცედურის გათვალისწინებით შესაძლებელია უბიზოდ მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს 2026 წლის 1 იანვრიდან აეკრძალოს. ძალიან ბევრი ადამიანს, მათ შორის
ექსპერტებს, პოლიტიკოსებს აქვთ მოლოდინი, რომ როდესაც ასეთი საკითხი დადგება უკვე გადაწყვეტილების დონეზე, ეს ძალიან დიდ მღელვარებას გამოიწვევს საზოგადოებაში. პროტესტი სპონტანურად გაიზრდება და ხალხის მასას ქართული ოცნება ვეღარ გაუძლებს ამ ხელა კრიტიკული მასის წნეხს და წავა უკვე კომპრომისი. არსებობს კიდევ უფრო მძიმე სცენარი, რომლის მიხედვითაც ეს ხალხი უბრალოდ წალეკავს ამ ხელისუფლებას. პირველ რიგში ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ აქამდე მიიყვანა საქმე, რომ საკუთარ ხალხს აზარალებს. ეს ხო ჩვენი ხელისუფლების დე-ფაქტო ხელისუფლების მოქმედებების შედეგია, რაც მოყვება ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებას. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის შანტაჟის მექანიზმი. ხო, ეს ხელისუფლება ფიქრობს, ხო, ხო, გამოიგონა ეს რაღაცა მითიური deep state-ი და რომელიც ეხლა თურმე აკონტროლებს ყველას და ყველაფერს თელ სოფლიოში ქართული ოცნების გარდა. ესე იგი, ყველა deep state-ის კონტროლს ქვეშ არის და ერთადერთი ვინც ამ კონტროლს წინააღმდეგობას უწევს ქართული ოცნება. ამერიკის შეერთებული ახალი ადმინისტრაცია ხო იყო ეხლა ამათვის ესე იგი იმედი რომ ისინი deep state ეხლა თქოს რომ არა deep state-ი აკონტროლებს ახალ ადმინისტრაციასაც, აკონტროლებს ევროკავშირს და ერთადერთი ვისაც ვერ აკონტროლებს არის საქართველოს ხელისუფლება. ნუ ეს ხო არ არის სერიოზული რა. მეორე რა რისი თქმაც მინდა. აი სწორედ გახლავთ ის რომ ეს ხალხი რომელიც ელოდება იმას რომ ევროკავშირი რაღაცას იზამს და ამის მერე ბუნებრივად ხალხი გაბრაზდება და ქუჩაში გამოვა და ხელისუფლებას ეწოლას ვეღარ გაუძლებს და დემოკრატიას მივიღებთ ჩვენ და დაგვითმობთ სამ ქვეყანას. არის სწორედ იმ რეჟიმში, რასაც მე ვილაპარაკე სულ რამდენიმე წუთის წინ. ისინი გათვლას აკეთებენ იმ ფაქტორებზე, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებენ. ანუ ჩვენი ოპოზიცია კი არ მუშაობს ნაბიჯ და ყოველდღიურად იმისთვის, რომ მისი ძირითადი ნაწილი თუ ვიღაცები რაღაცებს აკეთებენ, ხო? ოპოზიცია კი არ მუშაობს იმისთვის, რომ ეს რეალობა შექმნას, რომლის შემდეგაც ხელისუფლება იძულებული გახდება დემოკრატიას დაუთმოს ასპარეზი. არამედ უბრალოდ ელოდება რაღაცა ფაქტორების ურთიერთდამტყვევას, რომელმაც შეიძლება ის შედეგი მოიტანოს, რასაც ის იმედოვნებს, ან შეიძლება არც მოიტანოს, ხო? თუ გაგვიმართლებს და მოიტანს, ხო, კარგი, თუ არა და მაშინ რას ვაკეთებ? და ჩვენი მოძრაობა იმით ცდილობს, რომ იყოს განსხვავებული პოლიტიკური აქტორი ამ ქართულ რეალობაში. ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობ და ძალიან ბევრს მუშაობთ იმისთვის, როგორ შეიძლება ავაშენოთ ის რეალობა, რომელსაც ხელისუფლება ანგარიშს გაუწევს და როდესაც რეჟიმი იძულებული გახდება უარი თქვას საკუთარ განზრახვებზე, საკუთარ არადემოკრატიულ განზრახვებზე და აი ეს შრომა, რომელსაც ჩვენ ვდებთ ყოველდღიურად, როგორ უზრუნველყოფს იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს საკუთარი ქვეყანა. ხო და როგორ წარმოგიდგენიათ აი ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნის ხელშეწყობა სწორედ იმ პლატფორმაზე, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი არ ელევა და ამბობს, რომ შემდეგში უკვე ქართული ქარტია უნდა იყოს სახელმძღვანელო იმ საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც ამ პლატფორმაზე ხელახლა შეიკრიბებიან. მოგახსენებთ. ჩვენ ძალიან ბევრი თვია, აი დეკემბრიდან უკვე ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საჭიროა სხვადასხვა სოციალური ერთობების თუ პოლიტიკური ერთობების შორის კოორდინაცია. ჯერ შექმნა ესეთი ერთობა. აი თქვენს ეთერში ძალიან ხშირად ვამბობ, მაგრამ მართლა მილაპარაკია რა, მე პირადად მილაპარაკია და ჩვენ წევრებს კიდე ბევრ ადგილას ულაპარაკიათ, რომ საჭირო არის ადამიანებმა, ვისაც მსგავსი პოლიტიკური შეხედულებები აქვს, იპოვონ ერთმანეთთან ჩამოაყალიბონ ერთობები. რაღაც ერთობები არსებობს, ხო? ჩვენ ვარსებობთ, სხვა ერთობები არსებობს, ახლები, ძველები, მოძებნონ ისინი და თუ მათი მსოფლმხედველობა ემთხვევა, შეუერთდნენ. თუ ესეც ვერ პოულობენ, რაც მათ გემოვნებას და პოლიტიკურ ხედვას დააკმაყოფილებს, მაშინ შექმნან თავიანთი. და ეს
ერთობები საბოლოო ჯამში ერთმანეთს უნდა დაუკავშირდნენ და კოორდინირებულად უნდა იმოქმედან. ოღონდ ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ რაღაცა ერთიანი სტრუქტურაში იქნება. პირიქით, ჩვენი სიძლიერე ახლა იმაშია, რომ ეს არის ძალიან ჰორიზონტალური, ძალიან გაფანტული და არაიერარქიული წინააღმდეგობა. როდესაც ყველაზე ძლიერი იყო წინააღმდეგობა, მაშინ ის ყველაზე არაიერარქიული იყო. ეს ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ რა აკლდა მაშინ წინააღმდეგობას? ის არ იყო ორგანიზებული, ის იყო ძალიან სპონტანური. ახლა ჩვენ ერთი მხრივ უნდა შევინარჩუნოთ ეს არაიერარქიულობა, მაგრამ უნდა შემოვიტანოთ ორგანიზება. ანუ უნდა შემოვიტანოთ ესე იგი, აი ამ სოციალურ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კოორდინაცია და ინფორმაციის გაცნობის მექანიზმი. შეუძლია ეს გააკეთოს, ანუ ის რაც აკლდა წინააღმდეგობა შეუძლია. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია თუ არა ამის გაკეთება, მაგრამ თუ ის ამას შეძლებს, ეს იქნება ძალიან კარგი. იმიტომ რომ მას მართლაც ჰქონდა ძალიან კარგი საწყისი მდგომარეობა, ის იყო სიმბოლური ლიდერი ამ წინააღმდეგობის, თუმცა მე ვიეზიარებ იმ აზრს, რომ ახლა მას გარკვეულწილად ეს დაკარგული აქვს, ვერ მოახერხა, შეენარჩუნებია, ისე როგორც ეს თავიდან ქონდა, თუმცა კიდე ერთხელ ვამბობ, მე წინააღმდეგი ვარ ინდივიდების აი მთელი პოლიტიკური პროცესის ერთ ინდივიდზე ან რაღაცა ერთ ჯგუფზე დაყვანის, ხო? ჩვენ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მე გარდა იმისა, რომ მან ვერ შეინარჩუნა ეს მდგომარეობა, ასევე ვერ შეინარჩუნა მდგომარეობა წინააღმდეგობის სხვა წინააღმდეგობის ჯაჭვის სხვა რგოლებმაც. ხო, იმიტომ რომ სხვადასხვა ასე ვთქვათ ინტერესები გაუჩნდათ ფაქტია და გაიყო მათი. სულ რას ვლაპარაკობთ? პოლიტიკური ბრძოლის გზები. სულ ვლაპარაკობთ იმას, რომ პირველი დღიდან იყო ამას ვლაპარაკობთ, წინააღმდეგობის ყველაზე დიდი სუსტი რგოლი არის ოპოზიცია. სამწუხაროდ ოპოზიციამ ვერ შეძლო საკუთარი თავის გაძლიერება და ძალიან ბევრი ადამიანი იძლეოდა ძალიან ბევრ რეკომენდაციას როგორ შეიძლებოდა გაეკეთებინა ეს, მაგრამ ოპოზიციას არ აღმოაჩნდა ნება იმისა, რომ არა მხოლოდ იმის ნება, რომ ერთმანეთში რაღაცა ურთიერთობა ადამიანური კომუნიკაცია შეძლებოდა და დაელაგებიათ რაღაც. არამედ არ აღმოაჩნდა იმის საკუთარი თავის განახლების ნება არ აღმოაჩნდა და ოცნება რითი ჯობნის ამ ოპოზიციას თუ როდესაც ის ერევა. რა თქმა უნდა, მის ხელს არის უდიდესი რესურსები და ეს დიდი უპირატესობაა, მაგრამ ოცნება ახერხებს არსებულ რეალობას მოარგოს საკუთარი თავი, ანუ გარდაიქმნას რეალობასთან ერთად და ეს რეალობაც გარდაქმნას. მაგრამ ოპოზიცია ამას ვერ აკეთებს. ოპოზიცია არის სტატიკური და ის ანგარიშს არ უწევს არაფერს, რაც მის გარშემო ხდება. ამიტომ ის რჩება რეტროგრადული და რჩება იმ პოლიტიკურ პროცესებში ჩამორჩენილი, რომელიც ამ ქვეყანაში მინდა, ამიტომ ის რჩება როგორც სუსტი რგოლი და წინააღმდეგობის თუ წინააღმდეგობა ახლა შერბილებულია, ამ შერბილების ძალიან დიდი ნაწილი მოდის ოპოზიციაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდებოდა წინააღმდეგობის შემდეგ გვჭირდებოდა პოლიტიკურობა და ეს პოლიტიკურობა, ანუ მდგრადობა იყო ოპოზიციის გასაკეთებელი. სამწუხაროდ, როგორც თავიდანვე ვარაუდობდით, ოპოზიციამ ეს ვერ შეძლო. მარტო ჩვენ კი არ ვარაუდობდით ამას. ამას ვარაუდობდა რეჟიმიც, რომელმაც ეს გამოიყენა საკუთარი ავტორიტარიზმის ჩაბეტონებისთვის. ეხლა რომ კიდევ არსებობს წინააღმდეგობა, ახლა რომ კიდევ არსებობს პროტესტი, ახლა რომ კიდევ არსებობს თავისუფლების ანკლავები, ოპოზიციის დამსახურება კი არა. ეს არის ჩვენ რიგითი არაინსტიტუციონალიზებული ინდივიდების დამსახურება, რომლებიც ჯიუტად იცავენ ამ ქვეყანას ყველგან, იქნება ეს რუსთაველი, ჭიათურა, ბალდა, სურები, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი თუ ასე შემდეგ. აი ბოლოს მინდა აუცილებლად გითხოთ, მესმის რომ თქვენ ახლა ვერ ისაუბრებთ მთელი თქვენი მოძრაობის სახელით, მაგრამ შეგიძლიათ თქვენი პირადი მოსაზრება გამოცოთ. მესმის რომ ყველაფერი ჯერ შეთანხმების, ჯერ მოლაპარაკების და შემდეგ უკვე შეთანხმების საგანია, მაგრამ აი ამდენი ვისაუბრეთ იმაზე თუ რა სისუსტეები გამოავლინა ამ პროცესში ოპოზიციამ. ფიქრობთ თუ არა, თქვენ როგორც აი ცალკე აღებული ვახუშტი მენაბდი ამ შემთხვევაში თქვენი პირადი მოსაზრება რომ გაგვიზიაროთ, აქვს წინააღმდეგობის პლატფორმას რესურსი, სადაც შესაძლებელია ახალი ოპოზიცია დაიბადოს?
არა. წინააღმდეგობის პლატფორმას ვერ ექნება ამის რესურსი. ამის რესურსი უნდა კონდეს წინააღმდეგობას. წინააღმდეგობის პლატფორმა არის ერთი პატარა ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების სპექტრს აერთიანებს. აღარ არიან პოლიტიკური პარტიები. ხო, მესმის, აქამდე აერთიანებდა. ხო, და ახლა რა იქნება ჩვენ ხო ახალი სიცოცხლე შთაბეროს აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმას თეორიულად უკვე გაგეცნობს, თეორიულად შესაძლებელია ეს გააკეთოს, მაგრამ შესაძლებელია ვერ გააკეთოს ასევე რა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, მე შემიძლია ვისაუბრო იმაზე, ჩვენ მოძრაობას აგეგმებიან, ჩვენ მოძრაობას რა შეუძლია გააკეთოს. არ გინდათ მოვლენებს წინ გავუსწროთ. და მე ვერ ვისაუბრებ იმაზე, რაზეც ესე იგი დისკუსია და განხილვა არც კი მქონია ქალბატონი პრეზიდენტის ან მისი გარემოცვის წევრებთან. თუმცა იქნება და ჩვენ ამას სერიოზულად განვიხილავთ. ანუ ამ წუთას კი აწყოში კი არ ვლაპარაკობთ, მომავალში ამაზე რომ შევიკრიბებით, დავსხდებით და ამაზე ვიმსჯერებთ. განვიხილავთ და საზოგადოებას ეცოდინება ჩვენი პასუხი. მადლობა, ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ ხატია დეკანოიძეს და ლანა გალდავას მოусმენთ. ორ სხვადასხვა ფლანგს წარმოადგენენ ოპოზიციისას, სადაც დაპირისპირება არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით სამწუხაროდ სულ უფრო მწვავდება.